всё. გავიშვით. მოგესალმებით, მეგობრებო, დღევანდელი გადაცემა როგორც ხედავთ, ისევ დაბრუნდა. ეს ვიდეო იდება 2025 წლის 2 იანვარს. 2 იანვარს დაიდება ეს ვიდეო, ბედობას. ბედობა დღეს. ჩვენი თავი დაგბედებოდეთ. ახალ წელს დაგბედებოდეთ. შენთვის რა უცხოარი შეუბედურო შე. აგას გერე, მოშორდი ცოტა ხანი ცოტნეს. ბებესა. ისეთ ხალხთან იმეგობრე, ვისაც ცოტა ისა. დაგბედებოდეთ გემრიელობა და არ ვიცი, ეხა ნეტა რა სიტუაცია არის? 25-ში ვწერთ ამ ვიდეოს. რა ხდება, ხო? ნეტა რა მოხდა? მე ვიძახი რომ ხალხი აღარ არის გარეთ. კრიტიკული დღეები გადასალახი დაინიშნა მარტში და ევროპისკენ უკუსვლა გაჩერდა და წინსვლა იწყება. მახარ შენ უფრო იცი და დაგიჯერებ და მასწავლებელთან კავშირში შენ ხარ უფრო და ისთან კონტაქტები. შენ უფრო იქნებ. ერთი წამი რა. გადაცემას დავიწყეთ, რაღაც პაუზა გქონდა. რაღაცა აუხსნათ სიტუაცია. რა უნდა ახსნა, შეჩემა ნახევარზე მეტი იმაზე იდგა ჩვენი მაყურებელთან აქციაზე და იცის ყველაფერი რატო არ იყო ეს გადაცემა და დიდი ბოდიშით მეგობრებო. შენ ძალიან იცი ხა აქციაზე ქვეყანაში დოლარის კურსი რატო? ჰა? რატო? რატო? ხო. რა მე ხარ მინახი ხარ შეიძლება. აქცნალთ გატარებულად. ატომ ნახავდა. მე აჩიკოზე ხო მახსოვს ეს კადრი. ფუმფულა ჩუსტებიაცია, მივედი შეჩემა კაკას, მაკა ჩიხლაძე ყავთ ნაცემი იმ მასკიან ტიპს და მაგ მასკით მივედი კალასთან. ჩამჯდარი არის ვარდისფერი რაღაცა აცია. კურსგლებიანი, დიდი ფუმფულა. წავედით მეთქი შეჩემა. არა, ეგ მართლა ეგრე იყო. ეს ხა მართლა წყვება. და არ გაყევი? და თავზე რომელ საათი იყო იცი უკვე? როცა ამის პირველ საათზე გამოხვედი შეჩე. მოხდა ეგრევე ჩავია ხელში მოხდა. მახარ ნუ მოყოლებ ხა. რა შენკენ არ არის ამ შემთხვევაში სიმართლე ობიექტური და გაჩაიჟი რა. სიმართლე სარყვები? ანუ ეს მართლა მოხდა? კი, მართლა მოხდა. და შენ გვიანი რა ხანი ხო არ გაყევი? მოიხადე ყლეო და რა? შიში არაფერი მე ნამყოფი ვიყავი აქციდან დაბრუნებული ვიყავი უკვე. და გამე იყო ამას რომ მოუნდა მე მაშინა გავყვე აქციაზე გაიგებ ნაბოს არა ბიჭო მოუნდა კი არა ისეთი ფაქტი მოხდა შეჩემა რომ ანუ უკვე ხელ მივდიოდი რა მე კიდე იმიტომ რაღაცა просто მე კიდე იგივე მას მოდი აჩის ვკითხოთ აბა აჩი რა სიტყვი აი აქციებზე გახარ ხოლმე იქ ოქტოპუსის ბიჭები და რაღაცა მახარაც მანდარი ხოლმე თუ არა მახარას პრობლემა ქონდა ბავში იყო ავად ეგ რაც ფაქტი რაც ვიცი ანუ ბიჭო რაღაც დღეები შავია მახარ რაღაც დღეები ამის გამო ვერ იყო მაგრამ ორჯერ ვიყავ მე იყო კიდეც აქციაზე და კარგი ძალიან მიხარია ეგ სურათი რო არსებობს რომ ეგ გახარ რომ რო გავა რაღაცა გამარჯვებული გადამიღია არ გადამიღია მე არა ვარ ეგ ტიპი რომ იმედის დრონზში მოხდე ან რაღაც ყობახასავით რაღაც სამსახურად ვიქციო იმიტომ რომ ყობახა თქვენიან ყობახაზე ვიძახი არა ერთი შეკითხვა თავარია მახარ ჩვენ მხარეს ამ შენ კი არა იდი ნახვი შეჭება შენ გიხარ ჩემ მხარზე შეგვარ ბიჭო, იმაზე აუქციონი კი არა, ფულები ჩაირიცხა ორსაბათობაზეო და მე როგორ აჩაბობდა რაღაცა. არა, ამაზე უნდა მეთქვა რომ თემა. არა, ეცით, მაინტერესებს ეს ფული ხო ყლეობა არ ქენით და ხო ჩაოლებრად დაზარალებულებს მოახმარეთ ხო? ჯიბეში ხო არ ჩაიდეთ, არ გამომაყლეო ხალხის. არა, პირველ თავარი შეკითხვა, მე მგონი იქ არ დაგიწერიათ. ჯამში რამდენი შემოვიდა? ჯამში რამდენი შემოვიდა? 3013 ლარი 3013 ლარი მეტია. დონაციებით. ჰა? მეტია რა. ხო და გადაცემა გაჩერებული ქონდა. მახარა მონატრებულია ლაპარაკს, გადაიგდო ენა ზურგზე. აზარი არა. და დღეს ესეთი საახალწლო ეპიზოდი გვინდოდა რომ განწყობა და რაღაცა ჟრიამულის ნერვები და თავი შეიძლება არ გვაქვს. მაგრამ ჩაიჯვი ბიჭო ერთი წამი. აუ ერთი სიუჟეტი გააკეთეს და იმენა დაიზეთა შეჩემა. მაცადე ერთი წამი. ხო და როიალთან ვინზის ის თქვა ბიჭები წამოვიყვანე რომ რაღაცა ერთიანი ეპიზოდი ჩაგვეწერა რა. აჩიც მაგიტომ არის სტუმარი თუ შენ ხარ თუ რავი როგორც არის. სტუმარი არ მოვიყვანეთ და საშობაოდ ახალწლოდ გავიხსენებთ ეხა წელს შევაჯამებთ რაღაცა. შემაჯამებელი გადაცემა. გადაცემა იგივეა. დედა წელი იქნებოდა თქვა. ასევე სანამ გააგზელებ კომენტარები გვაქვს ყუთში რომელიც ევროპის კომიუნიტიში დაიდო და მაყურებელმა დაგვისვა ეს შეკითხვები და გზადაგზა შეგვიძლია ამოვიღოთ რა. ხუმი ხარ შეჩემა რა. ლუკას ხმების ამას კარგად. ორი დღეა ტყავის კურკაშა იცოდა შემეცა შეჩემა პეთხუმი ხარო. შიქო არა გააჯმეინე რა. ესაც მაგარი სიმპათიურია. აუ ყლე არის შეჩემა. ესე მაგიტო დაიდო რა მაგან ავიღო შეჩემა. ლაშა 558
როდის მოიყვანთ ქიშვარდა? აუ, ქიშვარდა. ქიშვარდა სტუმრად უნდა ბიჭო, ხო არ მოვიყვანო, ჰა? საყურე თუ დაждები კი? ზია, რატო უნდა გაუტეხოთ ბიჭო? აი გარუთხრათ, ცოდვა არის. მაგრამ არა, მე წამომწდება, ახლა რავი, სადღაც წამომწდება. ხო არა, ხა, რატო უნდა წამომწდება? არა, ძალიან გიხდება და უნდა უთხრა რომ ესეთი არ მიკეთე, ერთი თვე არ მიკეთია საყურე. რაც ამბები დაიწყო. ჩვენი სიმშვიდისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის ესე საჭირო. ქიშვარდას მეკპირდებით, რომ ქიშვარდა სტუმრად იქნება. მე ძალიან მომწონს ეგიდია, რომ აუ, შემიდით. შენ იყავი სტალინი. გუშინ, ერთი წამი. შენ იყავი სტალინი და მე ვიქნები ოპოზიციაში და შენ დაგიჭერს ხოლმე და მაგინებთ მე, შეჭი აი. გუშინ, короче, დავქოლეთ რაღაცა YouTube-ის საჭირბოროტო საკითხებზე ლაპარაკობდით და ბიჭო, მახარ იყო ძალიან გაბრაზებული რაღაცაზე და ზის და მე ვაპარაკია ბიჭო და აი სიცილე ბიჭო ვერ ვიყავებ თავს, აი მეცინება სასტიკად. თუ რომ კადრი აი პროსტა გამოანათე რა ჩი, პროსტა შეხედე. აი ამაზე აი მე ვერ შემოვედი მაგ შეხედე პროსტა აი თავზე რო ადგას ეს და ეს რაღაცა ორი ხელით ანუ აი პროსტა ბიჭო სამჯერ დაიწყო და ახსნა და აი პროსტა ნუ ვერ არა. რეალ მე და შემოვიდა კიდე კაი შეჩემა და რას კაი არ გვინდა რას უხსნები. ხო და რა ვიცი ანუ მეც მიმოსალმები ხალხ შეიძლება? ჩემი ძმაც იქა. აი პეტერა მოვიდა. პეტერა აქ ვარ და მიმოსალმები ხალხ და კალა დღეს ახადი რა თორე გადმოვა. დღეს შენი კადრი იქნება მარტო კალა გადაცემაში რო იცოდი. შენა კონტროლე? ზუმი კი. ოპა მეორე კომენტარი. აუ რა კაია კომენტარი ვაფშე რენდომ თემას გააჩვენე. არა მოხარშვის თემაზე მახარ რენდომ თემას გააჩვენეთ კი არა. მე ჩემს მოვიყვანე რომ რაღაც ურთიერთობა გავარკვიეთ, იმიტომ რომ ეს წელი იყო დახვეული ეგ თემა რომ მოხარშეს ლუკა მოიხარშა და ადამიანს ტრამვირებული. შენ გძნობ რომ დაგჩაგრეს ბავშვობაში და შენ მაძმამ დაგჩაგრა? ჩემმა ძმამ არა, მაგრამ თუ გინდა მოგიყვები რაც მოხდა. შენ თუ ჯობია არ მოგიყვები. ხო იცი პროპაგანდას არ აინტერესებს. მოიცა რა მოხდა? ერთი წლის არ იყავი? ერთი წლისაც არ ვიყავი. არა, მთელი ცხოვრებისანზე შენი ძმა ცდილობს თუ არა რომ დაგჭდილოს. ეგ რა თქმა უნდა, რამხელა. ბევრად კარგი იუთუბერი ხარ, მართლა გეუბნები, ჩემ თვალში და თქვენ თიმში ალბათ ყველა კარგი იუთუბერია და აი ეს ცნობს აი რაღაცას საუბრობთ ხოლმე. არხი მე გავაკეთე, აი სულ მაგას იძახის ხოლმე რა. ესე იტყუება ხოლმე מחარა, დაიმახსოვრეთ. სახედე დაიმახსოვრეთ. აი მე არ მინდა რომ რაღაც პროპაგანდის მსხვერპლი იყო ლუკა რა, იმიტომ რომ ნახეთ მართლა გენიალური სიუჟეტი ერთ-ერთ გადაცემაში, მე ძალიან მომეწონა ყოჩახ აი დაკათვაც ეგ არის ძმაო. ვიც ეგ დაკათა, სააღო ჩემი კარგის რა გიმო და მაგარ ხსეს სხვადასხვა შენზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე. არც თუ ისე კარგი საუბრობ ჯესეთი, ჩემზე საუბრობენ ძალიან ესე ბრიყო ანუ მე სანამ ბრიხს დამიძახებს ის გაკეთებული მე მიუმართავ ვამეხი არის ჩემი კბილების ექიმი მიდი მაგასთან გადაუჭერს თუ გადასაჭერია იმიტომ რომ ზრდება შეჩემა რამდენჯერაც აი ბრიყვი თქვა იმდენ გადმოაგდო და მე გეუბნები ძმო შეტიგრანკებზე თუ აიყვან უკრინდან მე როგორც ამაკ აი ამაზე გადაუჭერ აი ეს ჯდება ესე აი წინა მხარე ყურებიც ხარ ყურებიც მაგ გადარჩა დახევა ყურებს ხაშოს ეს დღეს შემხვდა ეგონა რომ უნდა დაეგლიჯა ჩემს ყურებს უნდა დაეხია და ჩემიყლე აი ქამა გზმეიკა ზკ და გარ გამიკვირდება ზმეიკა რო კონდეს მართლაში არა მარტო მან ზკ აი გრია ხო და კაი მიმართავ პროპაგანდისტებს ეგრე გააგზავნეთ მე ძალიან მომეწონა მართლა არავის ეგონოს რომ მე არ მომეწონა და ეგ იყო პროპაგანდა სიმართლე იყო იქ კიდე რამდენიმე დეტალს დაუმატებდი რომ 35000 ლაიქს აგად ბევრად მეტი აქვს გიორგი კალანოს ხელფასი გვარამიამდე არ არის ხო 85 ჯერ ინტერვიუ არ უნდა და ჩვენ ხო ჩაეწერებოდი მან ოუ ბუზიშ რატონის მართლა ტიპი როგორი უნდა იყო რომ აქ ვზივარ აი ნაყურებიც რო არა აქვს აი უყურე გადაცემას და ჩავწერე ბიჭო ხო მართლა ჩავწერე და ისეთ კაი რაღაცას ვიტყოდი შეჭება რომ აი გამო ხალხა ვიტყოდი რომ თქვენ თუ მოიძებთ ინფორმაციას ხანდაზმულობის და გასული აქვს მაგრამ მან თავისი ძმაც კი მოხარშა აი გაიწელა გადავიდეთ იმაზე კომენტარებში გადავიდეთ აი შევიდა და უკა RGO 1384 პირველი აუ ტიპა 3 კომენტარი ჩაატია რამდენი ხანი გრძელდება ეს პროექტი მიახლოებით გძეტა გაგზავნა პროექტი ეს არის პანდემიის გაგრძელდება მთელი ცხოვრება მე გაძლევთ გარანტიას რომ მთელი ცხოვრება რაც არ უნდა მოხდეს პოდკასტი იარსებებს მე ისე მგონია რომ ბიჭო ეს გეი შეურაცხყოფელია ბოდიში რა ეს გეი გააჩნია აი შენზე რო თქვა არა ვიზე ამბობ არა ვის თუ აშავებ მაგითი ხო ხანდასწრებით ამბობ არა უბრალოდ თქვი ეს გეი ფაქტი ხო ფაქტს თუ აღნიშნავ არა
ხო და მე მგონია რომ ყველა ეპიზოდი ბოლოა ხოლმე, რომ მოვდივარ, ისე მიდის დინამიკა რომ სანამ კაი ეგენი ჩამთავრე და მე მინდა რომ ეს წელი ვაფშე ვილაპარაკო. ხო, აპირებთ ლაივ რეჟიმში რომ გააკეთოთ, აუცილებლად. მაყურებლით ვაპირებ. მაყურებლით ხომ ლაივ ფორმატში არა? ნუ ლაივში იქნება პირადად დიდი სივრცეს ხალხის დასწრებით. აი ხო ხვდებით მოვაბით თავი და ისევ აი ეს ყლეობა მოხდა ქვეყანაში, აირია და ხო, უნდა ყოფილიყო მართლა. და სამწუხაროდ ცოტა ხანი გადავწეთ, მაგრამ იქნება ყველაფერი ადგილის გარკვეული ქონდა, რაღაც დეტალებიც გარკვეული. მესამე, არ ყოფნის სკალას და მახრას ყურება. ხო არ აპირებთ გაზარდოთ ხანგრძლივობა ან რაოდენობა ეპიზოდებისო. მე მაქვს ესეთი იდეა. აი დღეს აჩისაც ვეუბნეოდი. საქართველოს დაიწყე წინსვლა. ესეთი YouTube გადაცემა არ არსებობდეს. საქართველოს აი საქართველოს დაიწყე წინსვლა. სადაც აი ესე 5 კაცი იჯდება. ოპა, იმეც უყურებ შენ ნამოულს ეთყობა. რატო? იქ ხო არის ეს ტრიუმვირატი რაღაცა. არა, განსხვავებული აზრის მქონე ტატოს იქნება მათ შორის. მე შენ განსხვავებული არ გყავს არავინ შეჩემ. ჭკუა კიდევ ის მოეკითხა. ჭკუავის მოეკითხა. განსხვავებული აზრის ადამიანი. კაი, მოიცა ერთამ ვერ გავიგე რა, მართლა იდეას ამბობ თუ არ ამბობ? მართლა გეუბნები. აი დავსხდეთ და ანუ ნახე პოლიტიკა რო ჩავხსნათ ჩვენი გადაცემებიდან რომ იყოს გასართობა დავტოვოთ, მაგრამ ჩვენ ვიყოთ ცალკე არხზე, სადაც ანუ პოლიტიკა კი, ანუ აგრესიული პოლიტიკა კი არ იქნება. უბრალოდ აი გვერდიდან, ქვეყნიდან გავალთ და შევხედავთ რა ხდება. ოღონდ ჩესნათ რა. ფაულობაზეც რაც კარგი იქნება იტყვი, ცუდი იქნება გააკრიტიკებ და ოპოზიციაზე კარგი იქნება იტყვი, ცუდი იქნება გააკრიტიკებ. აი ოღონდ აი გულწრფელი რაღაცეები რა, მართლა რასაც შეიძლება ფიქრობდეს. ესეთი შეკითხვა მაქვს რა. ესეთი მომენტი როცა არ არის რა, კრიტიკული სიტუაცია. მაგის გარეშე გინდება ხოლმე ლაპარაკი და პოლიტიკის განხილვა? ბიჭო, მე მგონი პასუხი ჩემი ქვეყანაა, შეჩემა და რატო არ ნომინდებოდეს? არა, მაშინ როცა არ არის კრიტიკული სიტუაცია. განვითარებისთვის საჭირო. აი კარგი იქნებოდა მაგალითად რაღაცა დანის მესამეში სკვერი რო იყოს. ძალიან მოსაბეზრები. უკვე დამეძი. კი, მართალია. იმენა დამეძი. აი ვაკეთოთ ჩვენი საქმე რაც არის მართლა. თუ რამე იქნება სათქმელი, აქაც ვიტყვით კაცო, არ არის. არა ესეთ მომენტებში განავითარებდა თქო რა რაღაცა. არა ესეთ მომენტებში. საზოგადოების ჩართულობას უფრო განავითარებდა და უფრო საუბარს დაიწყებდა საზოგადოებასთან, რომ რა ჭირდება შენ ქვეყანას. მე მგონია რომ YouTube-ზე ასევე კარგია სოციალური პროექტები რაღაცა, Mr. Beast და ასაკეთ, რომ წყალი გაიყვანა და რაღაცას თუ გავაკეთებთ. არ იქნება ცუდი. ეხლა მიხ დაქცინის სერიოზულად ამბობ. არა, სერიოზულად ამბობ. მე არ ვიძახდი ხალხს, წყალი გავიყვანოთ ხი. მე შენ იძახდი და. ვინმე ჯობდა? აჩიკო არის შემოგზავნილი. მაგაზე ხაშურში ვეუბნები რომელიღაც სოფეს წყალი არ აქვს და გავიყვანოთ მეთქი, ძალიან თესლი იქნება თქო. აჩიკო მოიცე საინტერესო არ იქნება. წარმოიდგინე. ოპა. საინტერესო არ იქნებაო. Mr. Beast-ის ბოლო პროექტს რო უყურე? ცოტა გლობალსაც ყველა ედრები Mr. Beast. არა. ბიჭო, ფულის გათამაშების ფასით კი არა. დაგეგმარება, აი სიგიჟე იყო რა ეს ხალხი რო. იცი რა ჯდება Mr. Beast-ის თითო ვიდეო? დაახლოებით. არ ვიცი რა ჯდება, რაც არ უნდა ჯდებოდეს, მაგას ხომ ნებისმიერ ქართულ ფილმზე უფრო ძვირი. რაც ბოლო წლებში გადაღებულა რა. მართლა გეუბნები. ქართულ ფილმში ჯდება 300,000 შეჩემა. 300,000 1 მილიონი. თითო ვიდეო ჯდება 5 მილიონამდე დაახლოებით. 15 მილიონი შეიძლება დაჯდეს. ისეთი ვიდეოებით 15-20 ეს ბოლოთან გრაფიკა ხო არ იყო ეს ჩავარდნები და რაღაცე. კაი, ის იმაზე მინდა ლაპარაკი რა. ამ პოდკასტზე მინდა ცოტა ხანი ლაპარაკი, იმიტომ რომ შარშანდელი პროცესია. რაც სანამ იტყვი, კითხვა იყო, ამან გადაიყვანა სხვაგან. ხანგრძლივობის გაზრდა, მე მგონი საკმაოდ დიდი არის ისედაც და არ იგეგმება. მე ვიძახი ხალხისთვის იქნება და კაი გადაცემა. ამ პოდკასტის ხანგრძლივობა არ ვიცი, ერთგული მაყურებელი აკვირდება რა. რაღაც პოდკასტი იდება 40 წუთიანი, 50 წუთიანი, ზოგი პოდკასტი იდება საათნახევრიანი რა. ეგეც ბუნებრივად ლაგდება, რამდენი საშუალებას მოგცემს თვითონ გადაცემას, სტუმარი და ასე შემდეგ. ამიტომ ესე კონკრეტულად გაზდა შემოკლებაზე არ არის რა ლაპარაკი, როგორც გამოვა. მოდი გადავიდეთ რა მინდა რომ ისმენა შარშანდელი წელი რაღაცა უნდა ბიჭს თქვას და מחარ მოусვინოთ შარშანდელი წელი ჩემი აზრით იყო პრეცედენტული და აი თუ პრეცედენტო ორივე შეიძლება კონტექსტის მიხედვით ძალიან რაღაც ისეთი რაღაცები მოხდა რაც აღნიშნავს იმსახურებს რა დაწყებული ნახვები ყველაზე ზედაპირზე რაც ჩანს რომ რაღაც ნახვები ეს პოდკასტი რასაც დებს არ ვიცი ძალიან პოდკასტის კვალობაზე არის არანორმალური სტუმრები ისეთი სტუმრები როგორიც ყავდა მე მგონი ამ პოდკასტში და პრეცედენტული რატომ ვაფიცი ისეთი სტუმრები ყავდა
რომლის მერეც არც ერთი სტუმარი უცნაური და მოულოდნელი აღარ იქნება რა. ჩვენ შეიძლება ჩვენი თავისთვის ცუდი რაღაცა გავაკეთეთ, რომ იმდენად გავზარდეთ თამასა. რომ აი ვინ უნდა იყოს YouTuber-ს აღარ მოიგო. ეხა არა მოიყვან ის მაინც, მაგრამ ეხა წარმოიდგინე 1 წლის სტუმრები ამის მერე ვინ უნდა ყავდეს ისეთი, რომ რაღაცა ის თამასა შეინარჩუნო. შენ ძალიან მოდიან ჯონ მალკოვიც არ მიწერე თუ რაღაცა, გინდოდა. მიწერე, მოიცა გეტყვი. ვიღაცა გინდოდა. ეხა ისე ვითარდები. Kevin Spacey-ს მივწერე. Kevin Spacey. აგენტს მივწერე. ვოიმე. ენიუ მორიკონეს წერდა, სანამაუთხრო ყუდარია მეთქი შეჩე აი. ენიუ არა. ადმინი წერდა იქიდან. კი, ენიუ ყუდარია. არა. ენიუ მორიკონე ყუდარია, ის არ არის. კი, გეოგენო კლია, წერდა რომ ბატო ენიუ მოდი და რაღაცა იქიდან ანუ მუსიკას უკვე ახლა დაუკრავს თქვენ კომპოზიციას. ხო და რაღაცა წერდა შეჩე ბოტი გამწარებული წერს, რომ დიახ მოგესალმები და ამას გონი ენიუ ცოცხალი არის. ივაში ამერია. ენიუ და მანიუ და ორი ყავს იმას სოფლიოში. ენიუ მორიკონე და მანიუ მურგულია. მოიცა იმან რა ქვია? ჯონ მალკოვიჩი დამასწრო იმან გორდილოზე. ჯონ მალკოვიჩი დაგასხა ამას. ბიჭო, რა უნდა უქნათ ჩვენ იმას? რა უთხრათ მინიმუმ შეჩერე. რა უნდა უქნათ? ჯონ მალკოვი მე რომ არა ინგლისური მაგზონზე ვიცი რომ ჯონ მალკოვის გავაგებინო ახლა. Hello guys, my name is George. Live თარგმანს გავუკეთებ მაგას რა ჩემყავს შესწირო შენი თარგმანი გეტყვი? ის ჩემყავს თუ არც გავიგო, ჩემი უნდა გაიგოს იმა ბიჭო. Kevin Spacey ბიჭო, რაღაცა საქართველოს დანსტუში დაბეჭდება დარჩება მე מחარას გულ დაუსვამ გვერდით. რა? აუ ეს შენ ტყავის კურტის იქნებოდი შენ. როგორი დაბალი ის გადაილესავდა თმას. თვით შეფასება ამ ჩამოიკიდებდა ბრელო. ამ პოდკასტის არა, ანუ ამან რა უნდა Mr. Kevin და იმას აი მე ხერხულში ვარდები, ანუ ეს Mr. Kevin ბიჭო, ამ პოდკასტის მთელი შინაგრო არის ბიჭო. შენი უხერხულში ჩავარდნა არის მთელი მიღები და ამის ის რაღაც. უხერხულში ასე მე Kevin Spacey შენთან და ვერ დაველაპარაკებ מחარ, მაპატიე რა. აი ბიჭო, არა, სერიოზულად დავებაზე. This is my country, Mr. Kevin. Mr. Kevin. აბა რამე ისეთი უთხარი რაც არ იცის. აი, my country Mr. Kevin, აი იცის რომ შენი ქვეყანაა. აბა რას ეთყოდი? Mr. Kevin, my grandpa Kishwardi. Old years, fuck you, your mother. აი, მესმის კალა. ხო, მაგას ეთყოდი. არა, ბიჭო, Kishwardi ისეთი ეხლა წარმოიდგინე სიტუაცია ეს რომ ამას ეკითხება, ვერ იგებს და შენსკე რო იყურება რა. Kevin Spacey და მე უნდა განმარტო. არა, შენგან ელოდება. You are motherfucker მე ხელი თვაჩვენებდი ბოლო. Body language. ანუ შესაბამისად ნახე არავის აქ მოსვლა. Kevin Spacey შევე უყურებს ახლა ამას, მისი აგენტი. და მეგონს ახლა აგამ. Hello, Kevin Spacey agent. Please send me Kevin Spacey. New year. ესეგზეტა თებერვალ ჯული მონთ one מחარ ეხლა ჩემი განმარტები რომ დაიწყო და ბევრი ის რომ რა გაშავება გინდა შეჩემა შენ მაგჩაცმულობაზე ხარ მოსატყნავი ვილვეტის შარლუზო ტყავებით დადიხარ იმენა ზარაში გახადა იმას შეჩემა მანეკებს თლიან პროცესვა აი ეს მომენტს თუ გამოართვა შეჩემა თავისი არც აურჩევია დარწმუნებული ვარ შეჩემა ის გოგო რომ ეს ბოტასები მანეკენის აუდ იმას გააძრო შეჩემა აი ეგრეაც აი მანეკენს როაც აი გააძრო იმას შეჩემა შეიძლება არ ეტეოდა მაგრამ მანეკენს ეგზომა ეცვა რა აი რო გაია რა მანეკენიაც მოხდა პროსტა გამოსახულში პონ გააძრო ეს მანეკენი მანდარინივით ტყავი და ხო და რა მინდოდა რომ მეთქვა დედა შემომითხრა რომ აი შენზე ხა რაღაცებიო წავიკითხეო და მოვისმინეო და რაღაცებიო იმუნიტეტი მაგ გამუშავებული იმიტომ რომ პოდკასტს რო უყურებდიო מחარ ეს თებს გეუბნებაო რომ ანუ აღარ მიყვირსო რა არა ხობას ჩამაგდო ერთი სიტყვით ბიჭო ხედა კომპლიმენტი არის რაღაც კუთხე ხო ეხლა შენთან გამომუშავებელი ნუ იქნება რომ ყლემეც ახო მაგრამ ვიღაცებთან ჯერ კიდე გამოსამუშავებელი აქვთ ეგ იმუნიტეტი იმიტომ აი გადაიხარნენ არა ისიც გითხრა რომ შენ დამწვარს რომ ეძახი მე ძალიან წინის ეგ ფაქტიც და შენ მოგეთხოვება მაგის გამო კი მოიცა მართლა ხო და ახალ წელს რო ეხა მოიგონა არა ამან მოიგონა არა ბოდიშ მოვითხოვ მაგრამ ეს ფაქტი არის რასაც ვერ გავერცევით მაგაზე არის ბევრი შეკითხვა სხვა შორის დამწრობაზე დაწერეს ბევრი ხო ანუ რამდენჯერ უნდა ახსნა სამკაცო შემთხვევით მოხდა აჰა მე ვიძახ არა შემთხვევით ვიღაცები მწერენ კომენტარებში რომ მახა იმ ბიძინა ბარათაშვილს რო დააწერენ ამას ისა პოსტი პოსტი რო გადააწერენ ბიძინო შეკვეთილი ბიძინას დააწერენ და რაღაცა პოსტი მანამდე მე მომწერა ბიძინა რომ მახა რომ შეიძლება რომ რაღაცა უნდა დავწერაო და არ გაგიტყდეს და მედი უბერე მეთქი ხა შუტკაში გაატარეო და გადაწერა რა მახა აბა ამ ბიჭები ეს კაი ბიჭებიო მე
ბაციკაძეზე რომ მაგას თქვი, ესეთი ბიჭი მეორე არ არის. ქვეყანას გაქვს დაძრეული, ბიჭო. ბაციკაძეზე და კალათოზე კარგი ბიჭი თუ არა ყავს. ათუ გემოვნებით, ათუ ასაკით. ანუ მაგაში ფული აიღო ბიძინამ მაგას ამბობ? ფულია, ბიჭო, როგორ არის? ანუ შეთანხმება დაიდო, რომ ნანახება ის მოსწრე, რომ ესენი არასდროს არ იტყვია, რომ გამოაგდო ბიძინამ სამსახურიდან და ბიძინა ამის ანსოთ იტყოდა, რომ ესენი კარგები არიან. და კოლაბორაცია შედგა რა. კოლაბორაციისტები არიან ორივე, ესეც და ბატონი ბიძინაც. ხო და გასაგებია დიდი მადლობა. ბიძინას მაშინ დაეთყო, მე როცა შუქრინი და არ გამომართო. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩერნობილიდან ჩამოტანილი რადიაციური დიმა ობოლაძის ოჯახმაც გადააგდო ეს. ანუ დიმა ობოლაძე მიიტანა სახში ეს საჩუქარი და რო გაიგო ოჯახმა რომ საიდან იყო ეს საჩუქარი, მოსთხოვეს რომ წაეღო და დიმა ობოლაძემაც გაქნია ეს საჩუქარი. არა, დიმამ დადო ეს საჩუქარი და იქ ჯაჯანიძის ქვები იდო და რაღაცა შეერწყო. მიმართავ აქედან დიმა ობოლაძეს და იმას სიმსივეს რომ სად არის ეს საჩუქარი რომ დაგვიწეროთ კომენტარებში ეხა რა ლოკაციაზე. სიმსივევა შეჩემა აკრული და დაბმული იყავით ჩემი იმენა. შუაში დავსვით მე შუაში ანუ აი შუაში რატო სიხარჯე? სტუმარმა ბევრი ილაპარაკო შეყალეო. იმენა დამშეულია შენ არ გაჩერებულა იმენა. რატო არ საეჭოზე რატო რიდებოდა ვიდეო? ყლეები არიან და იმით. ამდენი გავიფიცეთო იძახდნენ. თორე მაგარი ვიდეო გაქვს კაცებთან ერთად გადაღებული? არა, ეგ დადებული იქნება. უკვე ეს სანამ დაიდება, მანამ დადებული. ბიჭო, ხარის არა. ეს მე მქონდა ის სტუმრებზე ვლაპარაკობდით. მახარას ვისი მოყვანა ენდომებოდა, აი, ნებისმიერი ადამიანი. მაგაზეც არის შეკითხვა. რა ყველაფერი ხო. კაი, მოდი მაშინ ერთ რაღაცას ვიტყვი და გავნაგძოთ. ამ გადაცემას, აი, აჩიკოს რომ მიკროფონი დავუმატეთ იქ. ჩემს ძმა რო იყენებს ახლა. თუ აკვირდებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძმა როცა აქ არის, მაშინ ჩაჯმულია ეს ანუ რატომღაც, ისე არ აწובה ხოლმე. აქვე დავძენ რომ ორივე ძმა არის, რომ არავის არ გეგონოთ რომ ამედადენ მივეცი. ჭიგარი. ხო და რა იქ გეწყინა ცოტა. როგორ ფიქრობ? აი რა ჭირდება ამ გადაცემას კიდე, აი რა ის დამატება. თუ გამეთარებ, მე მაქვს ჩემი რაღაც ხედვები, მაშინ რომ გაკეთდეს. გეუბნები ზარდასტასაც და შემიძლია გააჩემეინე. მაგაზეც არის შეკითხვა. მაგას, ოკეი, კაი, გადავიდეთ. შეკითხვას დასვი რა. გადავიდეთ. მოდი მე წავიკითხავ შენ. ბიჭო, მოწევას დავამატებდი რა. მოდი. წყლის დალევას კი არა, მოწევას მეთქი შეყალეო. მოწევა თქვი მე სხვა რაღაცა გავიგე უცებ. მე როგორ შეჭმა, აი რო გამედო შეიძლება გამომიბას რო ისევი გამომიბა, ისე გა. 80 ზარამენი რა თქმა ეს მართლა ზარაშვილი. გეტყობა. აი ეგ რეაქცია მეთქი შეჭება იმას. ეს ეთყობა შენ თარჩი რო არ მიდის. დანარჩენი შარვალი ფეხსაცმელი ესა მიდის, ო, კაი, ნახვი. ეგ ყლეტანი და ეგ ეთყობა შენ თარჩიე. ისა, ბიუს გალტერი თუ რა. აუ, რა ხოძია შემი. ახალი წელი. ბედობას გინდა რა. შემი ელვის პრესლი ხარ, მიდი. ვინ გელაპარაკე? ამ ჩანთით ვინ გელაპარაკება? ჰა? ამ ჩანთით. კენგურუ ხარ შეჭე ხარ შემჩნევი. ვისაც ჩავიდო აბა. ფული ყვერები გიდევ შიგნით შეჭე. ამოალაგოს ხა 12 ლარი. თავ შეკრული რო აქ. უსოკებათა მაქვს ფული შეჭემა. ომა და უნდა გედოს. ბიჭო, არა, მაგარას მაგრა უყურს ფულით მარიაჟობა. აი, როგორც კი შანსი არ არის, რომ რაღაც საფულეზე იმაზე წავიდეს ლაპარაკი და რატო არის აი რა. არ იმას. კი რომ გოიმი ხარ შეჩემა. ბიჭო, აი რა. ლომი რომ ყავდეს იმასაც ჩავისავდი მაგარაში ხელზე გიდია. შევიდე. ერთხელ ბიჭო, ვიკი ცხოველთა დამცველთან მივედი რომ მაგიდაში მინდა მგელი ჩავსვამეთკი, რომ ჭამეთკი და საჭმელს დაბლა რომ მგელი იყოს. ხოდა ცემით გამოყარეს იქიდან შეჭება შიქხვარა. ზუგენი ხო ყავდა? ზუგენი ყავდა, მოყოდა. არ მომყვა. ეხა ვიტყვი. არა, იდინახო იშლებოდა შეჭება. ბოზიში იყო დაიშალა, ნახევარი იყო დარჩენილი და მიუყანეთ იმათ. დაუბრუნეთ ზოოპარკში. უკან დაუბრუნეთ. ბოზიში იყო ნახევარი არ იყო ზუგენი. უკანა ფარფლი მოზრა შეჭება. ანუ იმ ხულიკთან იყო ნაჯვარი და ეს იღდგენდა. რავი ამის დედასაც შევეცი და სანამ თავი დარჩა მარტო მიუყანეთ შეჭება სანამ ცურავდა რომ აი ის ამოწიწიდა რა და ეს თითი თოწებოდი. აი ხო. დავай 80 ალექსენ ლოლ 80 სპეციალზე ტელეფონები რო დაიკარგა არ გვიბრუნებს מחარაო? რა ტელეფონები დაიკარგა? 80 სპეციალი გავაკეთეთ. ბიჭო, ალექს, შენ ძმობაზე ხო გითხარ, იქნება მე. просто ეს არეულდარულობაა, ძმო. როგორც კი ეგრევე კურსი შეიძლება ლომბარდში ამოუგდეთ სპეცრაზმელის ტელეფონი ერთი და შენი. ბიჭო, სხვადასხვა ერთ-ერთმა ტიპმა არ დავასახელებ ადამიანმა მოწერა რომ ბიტკოინი მაქვსო ტელეფონზეო. ერთ-ერთმა რა ცნობილი პოსტია ეგ შეჭე. იცი? ანუ ვიღაცა რო არ აბაზრებდა რომ ვიღაცა ეგ გაშვებული მყავს გორში ხალხი ჩემი დედა მყავს.
ოკეი. გამგელი აქვე მიმართავ ეგ ტელეფონი ვინც მიიტანა? ლურჯი iPhone. ლურჯი iPhone-ი არის, კარჩ გორში ვინ ჩააბარა. ჩემო ძმაო, ბიჭები გეძებენ და $1000 მოგცემთ. ვაფშე, პოზიში ყველა ინფორმაცია არის დახშული, არავინ არაფერს არ გაიგებს. დადე სადმე $1000 დაგახვედრებთ, წაიღე დავიშალოთ ძმა. ამ კაცს მე 5-ს გამოვართმევ მე. მახარასთან უცებ შეკითხვა მაქვს, რამდენია 7x9? ოპა. მინიმუმ არის შეჭა. უცებ. ანუ 70-ზე მეტი არის რა. 7x9 70-ზე მეტი არ ნერდი იქნება შეჭება. 7x9 ანუ 7x9 70-ზე მეტი არ მეტი არა ნახე მეტი იქნება. მე რომ 10 ხო არის 70. მაინც აწובה ჩვენ. ერთი 7 რო გამოვაკლოთ, ეს 4 ხო იქნება ნაშთი დარჩენილი. 6-ზე მეტი არ იქნება წინა. 64, 63. აი რატომ მეყევ სადღაც. ოკეი, კაი. შეჭება გეოგრაფიაში რო ქონდა ჩავარდა ვიცი მათემატიკაში. მინიმუმ ვაჩიკო. რამდენია ხო? აჩიკო რომ მეუბნება რომ მათემატიკაში ჩავარდა. დაჟე ეგ ვიცი მე შეჭება. შემიძლია 10 ფაქტი მოყვე აჩიკოზე, სადაც დადასტურდება რომ აჩიკო და ციფრები ჯერ თქვი 7x9 რა არის და მე მოყევი. 7x9 იქნება მინიმუმ 63. არა, კონკრეტული ციფრი თქვი. 63 ალბათ რა. კაი, გასაგებ მიღებულია. გადაცვალა ეხა ერთი წუთი ქონდა მაგრამ. არა არის 63. რა დათვალა? ნახე ბიჭო, ანუ მე შემეკითხე, ყლე მე უნდა გამოვსულიყავ ეხლა ზის და თავის თავს შეჩემა. გითხარი 63 მინიმუმ თქო შეჩემა და რავი. აჩიკო, აბა იგი კალკულატორი და ნახე რამდენია. 61. ნახე. აჰა. 7x9 რამე იქნება აში. შეიძლება 8x7 იყოს. ბიჭო, ერთ წამი ხე ყველა მიღადავებით თუ რამდენია 7x9? კაც. აჩიკო, 7x9 კალკულატორში რამდენი გაჩვენა? მაინტერესებს. რა ჩვენა? რა კაც მე დავამონტაჟებ ამას. რაზე ლაპარაკობთ? ეს ამოჭრილი არის. რა ჩვენა? რაზე? მე ხო ყლე ვარ და რა ჩვენა რომ მითხრა. ბოლოს ვიყავით. არა რა მართლა რა ჩვენა? აი რა დაგიწერა რომ ამოჭრილი არის. აზრი არა, გიორგი. 70 დაწერა? 63. ბიჭო, ნახე შეიძლება დამჯდარი რა ტელეფონი არასწორებს ბოლომდე არ იქნის. არის ხომ მე შემდეგი შეკითხვა ოთოკ წერს აი მაგას ამ ბოლო დროს რანაირად ახერხებე რომ აი ორი კაცი ცდილობდა რომ მეყლე გამოვეყვანე მე არ ვცდილობდი מחარ ამ ორიდან ერთმა ისე დაიჯვა რომ ანუ ამოჭრილსაც აღარ იხსენებს რა იყო აი რანაირად არის კაი რანაირად არისო კიდე იმას და კიდე ნახე შენ რომ ჩემ თავს ხო გინდა ამ ბოლო დროს ოქტოპოსის არხზე და საეჭოზე ვერ დებთ ნახვებს და არ აპირებთ რამე ახალ კონტენტსო რა ნახვა ესეც შეკითხვა და ამ ბოლო დროს ამ ბოლო თვეში ვაფშე ვიდეო არ დაგვიდია და ნახვის დადებაც მანამდე ეგრე რატო ვერ ვდებდით რა ნახვების დადებაში გინდათ ძმაო ვიღაცეებს გინდათ ძალიან ყლეობის ყურება და არ შეგვიძლია და ნუ რა გავაკეთო არა ამის პასუხი შენ ახლა როგორ შეგიძლია მაგრამ არა შეჩება რა ანუ შენთან არხზე დევს ჩემი გაშავების ვიდეო მაგის მე შეჩება თან ისეთი კაცი დამონტაჟებულია რომ არ მინდა ახლა რაღაცეების თქვა და ავი შვილო ახლა მე არ ვარ უკმაყოფილო ნახვა არა მოდი მაგის პასუხი ჩემი აზრით არის რომ ნახვებს ჩვენ არ უყურებთ თქვენ უყურებთ ნახვებს აი რომ ამან ეხა ნახვებსაც უყურებთ მაგრამ პირველი მისტერ ბისტები არა თავარი კრიტერიუმი ეგ არა არა ხო აი ეგ არის მთავარი რა ნახვები არ არის თავარი ხარისხიანი იყოს ამბიად გამოგდის ეგ რაც გვისწორდება რაც გონია რომ მახარას გაშავების ვიდეოს 100-ს ნახვაც არა აქვს მაგალითად მაგრამ ძალიან მევასწრებო და კარგია ვიდეო არის ხო კაია დაჩი გიგინეიშვილი 94-21 კალას რო აფეხ კალას რო აფეხი აქვს იქნება ანუ კალაო რო აფეხს რა ცდილობსო ამოიღე რამე სხვა ამოიღე იქნება ახალ წელს იქნება უეჭველი ახალი წელია უკვე მახა ბიჭი ხა დავიწყე ახალი პროექტი მარშრუტ აქვე მინდა აი როგორ აღარ ვიდეო და შენი არხი და როგორ შენ წასაწენამდე გეთხდება ყველაფერი მაგას მიტყდება ძალიან მაგრამ სახლი მანქანას ვაწყობთ მარშრუტით მეგობრებო ვისაც გაქვთ სურვილი ანუ ვინმე თუ ისიც რომ ბიჭო სკამერი ხარ ჩვეულებრივია იმენა რა ლოგან პოლი აი თან გადაყიდვებში როა სულ თან რაღაცა ის სულ გონი სულ მატყულებთ ძალიან ასევე ჩემ კვადრატს თავისი კრიპტო შენი კრიპტო რო კონდეს ძალიან ლოგიკური იქნება ოღონდ დამფით რო იყოს რა ეგრევე ხონდა מחר გიორგი დუმბაძე 6-4-1-5 დუმბაძე מחר გორში მოდის ვაშლი
ეგრე ეწერა შიყალო. ეგ მაგ ტონით ეწერა. გორში მოდის ვაშლი. ეგრე ეწერა. გორში მოდის ვაშლი. ეგ ტონით როგორ ეწეროს, რომ ხო და შენ ხო რაღაცა გაბ. ჯესეთი ბიჭო. რა. გორში ვაშლი შენ არ გეუნე, იმას ვეუნე ის და. ანუ წინაზეც ავხსენი რომ. წაგიყვან გორში. ვაშლი არ იქნება. აი ვერ მანახებ ვაშლის ხეს გორ იმენაში გორში ბრატ. რა გეკითხება მოიცა. არა მაგაზეც ხაჯერ გავეცი პასუხი. რა გაეცი პასუხი? მართლა ადამიანი გეკითხება მართლა არ არისო გორშიო ვაშლი? არა. და აქციაზე რო იყვნენ ჩამოიტანეს გორიდან ვაშლი. ხო, აი. საიდან ჩამოიტანე? გორიდან ჩაესპოს და გორის შემოგარენიდან ჩამოიტანეს იყო სოფლები იქ, მაგრამ გორს დაერქვა რომ გორი ეხმარი. გორი ხო ქვია, გორი ხო. არ ქვია, რანაირად კი ხა. ანუ ეგ ვაშლი გორიდან არისო? ეგრე მაშინ ცხინვალე ეგ ვაშლი გორიდან, გორი არისო, გორიდან არისო. გორის რაიონიდან იყო რა, გორის სოფლებიდან იყო. ეს გორი არ არის მე ეგ? რანაირად არის გორი ბიჭო? გორის რაიონი თუ ქუთაისში ზღვა არის? აი ყლებ მაგას მეუბნები შეჭე. როგორ უნდა გააგრძელო? ქუთაისში სხვა არ არის. ხო მაგა აბა გორში ვაშლს რა უნდა? კითხვა კალატოს. ნახა ნახლოა ბათუმი და იქ ქობულეთი და იქ არის სარფი ზღვა რა ქუთაისადაც აქ ზღვა. აუ ღმერთო ვინ არის? ეგრეა შეჭემადან რა გავაკეთე. კითხვა კალატოს ძმის რეცეპტი რო გაგვიზიაროს. აბა ძალიან მარტივია. პირპილში ხარ შეჯერა. რო ხორცი დარბილი და შენ კალატოსი ხარ? ძალიან გინდა რომ იყო მაგრამ აუ შეჭება აი მაგზმანით ერთი სული მაგრამ ოღონდ ექტანსას უნდა ვიყიდო სად იყიდე შეჭე ბიჭო სხვა რაღაც მაღაზია რა წყობს რა სხვა და მე მგონი რომ დაჟე აი აუ ჩემი მართლა ხოლმე ეს გამოუწერე ფეხზე რა გამოწერე შეჭება რა გამოწერე ზარას მანეკენი ხარ უთავ ოღონდ აი თავები რო არა ეს ველვეტის შარვალი ძველ დროს მახსენებს რა აი ეხა ვინმე საცვიო ველვეტის მართლა აი მართლა გულწრფელი შეკითხვა აი მართლა კომენტარებში რომ დაგვიწეროთ ეხა გზის მემონტაჟი აი კომენტარებში რომ დაგვიწეროთ ველვეტის შარვალი ვინმე საცვიო ამათი დემონება ძველი დრო გამახსენდა ებჯერთ ხარ არ ვიცოდი რამდენი იყო ხალხი დაგვიწერა ბავშვობაში რა ხალხი ვერ გაიგებს ჩაცმულობაზე ეხა აი მთელი ოქტოპუსი აქ და მეგობრებო ამის ძმა საცვია და რა გუნა ფეხსაც მე მეტყვა ამას ას დაუპატარა და ამას მიცა მოიცა მე და შენ რაღაცა ყლეობას ვიტყვით აქ გავბანძდებით და ეგ რო რჩება გადაცემაში ეს რატო ჭრის ახლა თავის გაბანძების მომენტს შენ დამოტყანე გარამ დატო ხოდა всё ჯერ შენაგაცვია შეყალეო შენ აი მიდი აბა შინური ყლეობები მართლა აი ფერიფერს და მადლი ღმერთსა შეხვარ გამოყოლ აი ფეხსაც მე რა შუაში ამფერებთან ფეხსაცმელი ადიდასია რა შუაში ამ რატო უნდა ადიდასი თუა მაგარი არა ეს რაღაც სიკოლია აი საათი ვაფშე იმე აი შარვალ ეს ჩენთი და რო ვიწერ ხოლმე აუ ეს ზედა ვიყიდე რომელიც ისე მომეწონა უნდა გავიხარო და ცოტა მაგრამ აი ესე არ მომწონებია ზედა ძალიან დიდი ხანი იმე პიში ამღებს რო გავხალე შატო რატო ჯესეთი სიტმოთი ნუ მეუბე მაგას რატო აი ეს ბიჭო ანუ ჩაცმულობაზე აქცენტის გაკეთება არ მიყვარს თორე შენ რა ყალესავირაცია მართლა მე რომ ბანკი უნდა გაიტანო შეჭმა ეს გინდა დიხაბი და რომ აცვია ვერ ხვდები კი დემნა გვასალიას ვიძე ხარ ეხა აი რაღაც დაახლოებით ეს სუკე მკითხადო ხარ ეს ძალიან კაი ვარცხნილობა გაქვს ეხა მე ძალიან მომწონს გუში რომ ლაივში ყავდა მოიხადე ძალიან ესეთი კაი თმა ეგა გასწავლეთ მე არ გიჭდება ასაკი რატო დაგეთხოვ ესე ძალიან და თავიდან YouTube-ზე შევე კოპწია ესეთი წელში გამოკვეტებული ესე ნერვიულია წელში გამოკვეტებული ანუ არ მართლა ასაკი გეთხოვა იქ რო ცეკავს რაღაცა ყალეო აი ეგ ვიდეო ჩამისი აქა და აი ეს ყალე ეს ვილვეტიანი ყალე აქეთ რა ახალი წლის ვიდეო რა ვიდეოში აი სულ მგონია რომ მან წყალი უნდა მოდიოდეს შეჩევა მაგ ღარებში აი მაგ ვილვეტის ღარებში უნდა მოდეს მას აი არ ვიცი შეჩემა რავი შვილი ბიჭო რავი სუდად მე ცოტა გეცო წავედი მანეკენს გავხადე მე მონტაჟი არ გაგიცივდეს კოჭები აქ ძალიან ისე რა ნასკენი დაბალყელიანიაცია და ჩემ მონტაჟეს თავი დაანები აი ვილვეტის შარვალი ესე გადაშენდა მე მიპოვე ბოლო იყო შეჩემა ბოლო ხდება ნახე ანუ ხდება კი არა
იმდენად ერთ სეტში არის ყველაფერი რომ მართლა მანეკენს რო გავს რომ სახეზე აღარავინ გაქცევს ყველას ვა ფერი ერთად არის რომ გაატარე რა ერთ ყველას იქცევს აი ეგ მაიკის ფერი ამ ყველაფერთან მე უფრო კრემის ფერს ჩავაცმევ მან ღია ფერს იმიტომ რომ სახეს ხო იმიტომ რომ არ ეცვეთყო მანეკენს ეგ ფერი თორე აი ღია ფერს რომ სახეზე ცოტა წამოღწევდა რა ყლეობა კი იქნება შენ სახეზე წამოწევა მაგრამ ანი 1 2 3 4 ოპა 5 6 ხო იცი მაგ ზაგზელება მაგდენი მათემატიკა ხომ აიცი 10-მდე რო ახვიდე შეჩემ არა პროჭილი იყავი შენი კარგი მოტყვა ვიდი ვილვეთ ჩაუწე რამე ჩაურთხე რამე ვიდეოში ალაპარაკე ის დაკურავს ის გამხმარი ხარობა გორგოლა კალამ და მახარამ გითხან ერთმანეთზე ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი წლევანდელი გადაცემებიდან ოპა ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რა რაც პოდკასტში წელს რა იყო ხო ანუ გასულ წელს უკვე ხო ნონა გაფრინდაშვილო ჭადრაკი მოუგე არისო ალბათ გორის და ვაშლის თემა რა გორის და ვაშლი რა უნდა გორში ვაშლსა იმიტომ რომ აი ქათამი რო გორზე ვაშს არ გაუჭედავს და ქათამი რო უხსენე და მან რო გაიპროჭა შუაზე ეგ აი მე არის სადღა თან რაღაცნაირად რო გაუთხდა რო ეგ უთხარი არა ბიჭო ქათამი და მგონი ვარ რომ ამას ძალიან ეგ იყო ძალიან დასამახსოვრებელი ამოუჭერე ინსტაგრამზე დავდე სხვათა შორის ჩემთან იმიტომ რომ ძალიან სასწაულია თქვენ დონაციებზე რო ჩემი ენის ქნება არის ხო მაგაში ფულს რატო არ მიხდით ოპა გავითვალისწინებთ და აღარ იქნება შემდეგი. აღარ იქნება ყველაზე კიდე რაც იყო იმისად არის თორე. რამდენი სხვანაირად გადაგიხდით. მახარ შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. არ ვახსოვებ მეოთან. მახარ. კალას მომენტი? ბიჭო, აი ეს ზუსტად დორე აუ ბიჭო. კალას მიგრაცია სოფლიდან ქალაქამდე ალბათ რა. რომელიც ამ გადაცემაში მოხდა აი რა ეცვა ადრე რო აჯვადრე ხოლმე რომ ეგ რაღაცა გაიხადეო და ეხა უკვე სოლიდური ბიჭი რა იმოხმედა რაღაცა ეს პლისებიანი ველვეტი ბოდიში ეს რაღაცა თავი მე მგონი რომ ძალიან დაბალ ტუნელში ამას სახთან არის ძალიან დაბალი ტუნელი და ეს თქვენ ყლესავით რომ იქ რომ გაივლის აი ფიზიკურად აი რაღაცა ვიწროში არის გავლილი ეს. რა დაამახსოვრდა ეს ყლეროა რა ანუ მთელი წელი ამახსოვრდა რომ ყლა არის ყლა. როგორ ვითარდი მეთქი შეჭემეს ბაკენ ბარდები? არა კონკრეტული მომენტი რამე არ იყო. ეგა. არ ვიცი ეს ბოლო რახან იყო მაგიტო თუ მაგრამ ძალიან დაამახსოვრდა ჯარისკაცის მამის ხუმრობა შენ. აჰა. ეგ სიტუაციურად ძალიან კაი ხუმრობა იყო. რა იყო კაი. ეგ შუტკა ჯესეთი მეთქვი და მე ამან გაიმეორა პროსტა. არა ჯარისკაცის მამა შენ არ გითქვი. მე ვთხარ ეგ დაინახა ვიღაცას მოეწვათ მე კიდე გაიმეორა. ოშე ეგ შუტკა მე ყლეობა ორჯერო იმეორებ რა. მაგას რაღაცა ქვია. შენ როდის თქვი ბოდიში? ეგ რა თქვი? არ გითქვი. შენ პირველ შენ თქვი? ხო. და რა კონტექსტში თქვი? მე რა ვიცი. აღარ მახსოვს. ჯარისკაცის მამა რა თქვი? პროპაგანდისტი ხარ. არ შეუულია. მე? ზღვის არა, ცუდი არ არის. პროპაგანდა ცუდი არ არის, კალა. არა, არავითარ ცუდი. პროპაგანდას გააჩნია. აი ხა აი მე მაგალითად პროპაგანდას უწევ იმას რომ არაფერი არ დაგიო. ბოდიში ცოტა შენთან სიტუაცია მოიტყო. აი ეგ ხო კაია. დაგიშვა მე ბიჭო ცოტა ხან დაელაპარაკე. შეკითხვა ალბათ მახარა 3-ვესთან ინდიაში, მაგრამ უფრო მახარასთან. რომელი ჯობია? მე ეს თქვა, კითხვა შევა 3-ვესთან, მაგრამ აუცილებლად ეს უპასუხო. კი, მახარა. თან მახარას პასუხიც საინტერესო იქნება. რომელი ჯობია? ფული დაზოგო? ფული არ დაზოგო და გაერთო? თუ სულ ერთია უბრალოდ იცხოვრო დღევანდელობით? ეგ ყლებაზარია, ბოლო გამორიცხდა. აბა. დაზოგო თუ არ დაზოგო და გაერთო? ფულიც დაზოგო. შავი დღისთვის ფულს ვემხრობი. შეიძლება ყლეს სახელი აქვს შავი დღისთვის ფული. მაგრამ როცა შენ შენახული გაქვს მაგალითად აქტივი გიდევს $5,000. ძალიან თამამი ხარ რაღაცა გადაწყვეტილებებში. არ ვიცი, აი $2,000 გიდევს, რომელსაც არ ეხები. ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებებში სითამამეს გაძლევს, იმიტომ რომ ზურგი მოიცა აქტივი თუ ქეში? ქეში. ხო, ქეში უნდა. აქტივი არასწორია. არა, აქტივი ყველაზე მკიდა. მე გეუბნები ქეში ყოველთვის არის კარგი, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციის მოგვარება შეგიძლია ეგრევე რა. აი, რაც არ უნდა შენგან ეგ ჭკვიანურ პასუხს შეჩემო ძალიან. მაგ ამ თემაზე რა. მართლა. ძალიან სწორი პასუხი იყო. Moments before disaster. ოპა, ეს რა დიზაინერი. სწორი პასუხი. იმენა სწორი პასუხი. ქეში უნდა გედოს ძალაუფლებისთვის. შენი ძალაუფლება შეიძლება ყლეურად შეღედეს, მაგრამ არის ქეში.
უცებ სიტუაციურად თუ გაგიჭირდა, ქეშით შეგიძლია ნებისმიერი პრობლემის მოგვარება. ძალიან არასწორი შეხედულებები გვაქვს ცხოვრებას და თამოძღვრას რო იწყებ ხოლმე. ტაშტი მინდა რომ მედოსო გული ავირიო. აბა როგორ უნდა იყოს მითხარ. ქეში, შენი ძალაუფლება რა ქეში ძალაუფლებაა შეჭა. არა იდეურად სწორად შეიძლება შენ ეხა ეგ არ მოგწონდეს და ვიღაცებს არ მოსწონდეს, მაგრამ არასწორ მესიჯებს აღწევია. არასწორი რა არის? რა ყლეობას არაშია ძალაუფლება რას ქვია? არა, ძალაუფლება სიტყვა ბრწყალებში ალბათ რა. ხო, როგორც პროპაგანდისტი მე ვარ. ქეში, ტიპმა თქვა რომ ქეში თოც მაო ყველაფერს მოაგვარებო. ან უნდა ზოგადად სწორი არის რომ ხელფასი რაც გაქვს $5000 თავიდან ხელფასი რაც გაქვს 3-4 თვის ხელფასი რომ გედოს просто უსამსახუროდ დარჩე 3-4 თვე უნდა გქონდეს ტრამპლინი პალასა ბჭყალებში რომ შენ ინერციით გააგზელო ისე სვლა რომ არ გაჩერდი ხო ეთანხმები მაგაში გეთანხმები აბა ეგ თქვა რა არა რო იწყება ხოლმე საუბარი ცხოვრებაზე ფულზე და ყველაფერი ფულია და რაღაცაზე მანდ ვერ მოყვები ხოლმე აუ ბიჭო ეგ სხვა თემა არის ხო და ბევრჯერ ულაპარაკია და მე ხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი რომ ზოგადად იცის ხოლმე არა მაგიტომ მეც ფულის მნიშვნელობაზე საუბარი იცის ხოლმე ძალიან აღმატებით ხარისხში ეს არ არის ხო დაბეჭდი რაღაცა ყლეკუპიურას არა ფული ძალაუფლება არ მოიხსენებით ეს დაგიყადაღებენ მაგას მე დაგასანქცირებენ და ხო და ქეში მაგიტო უნდა გედოს ყლეს მოგჭამენ ქეში ისავარდა ვალუტის კურსი ავარდა ისე რომ ვეღარ კიდე ლოფედაფერს ქეში იცნამდე და ჩემ შობრებს კუპონები მილიონები ხო დოლარში უნდა გედოს. გამოიღებ. ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ვალუტაში. გეთანხმები. მე ხო და მაგას გეუბნები. მე მეხმარებად ხო მაგალითად ვიზახი სულ 2000 ლარი მეროს ქეშად. აი არ ვეხებოდე. რაღაცა გადაწყვეტილებაში, აი როცა ფული არ გაქვს და ბოლო კაპიკებით აპირებ გადაწყვეტილების მიღებას, უფრო უკან ახარ. მაგრამ როცა რაღაცა კიდევს გეხმარება ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც შეიძლება მე 2ჯერ და 3ჯერ მეტი სასარგებლო იყოს შენ. მართალი ხარ მაგაში გეთანხმები. ვერ ვიგებ არაზე. არა, კითხვა იყო, ალბათ უნდა რომ ეს ასე თქვა, რა კითხვაც იყო, უნდა უპასუხოთ რომ ბალანსია საჭირო, არ შეიძლება რომ სულ ხვალინდალზე იფიქრო. ეხლა ყურე ეგ თქვენაო, ვიღაცა დაგიწეს და მართალიც იქნება ჩვენ რა ვქნათ გაჭირებულმა ხალხმა. ტიპს რომ 400 ლარი აქვს შემოსავალი, მესმის რომ ნემუშავს თავის თავზე, მაგრამ ფიზიკურად ვერ ახერხებს. მაგრამ შენც ხო ქონდა 400 ლარი? ქონდა, მაშინ სხვა დრო იყო. არა, დანაზოგი ქონდა? მე არ მქონდა. 400 ლარი როცა მქონდა ხო? მე ვახერხებდი მაინც. მაინც 400 ლარი. შენა მაშინ წუწურაკი ყალე ყოფილ ხარ, რავი, შენი პრიშეთ შევეცი. რა შეიძლება 400 ლარა, ჩეჩემა ცხოვრობდე და დანაზოგი ქონდეს. ჩეჩემა ოჯახი ისა რა ქვია, არჩენი მე არ მყავს. შვილი მე არ მყავს. ახლა ხარ რითი ყლეს აწოვდი შეჩემა, რავი. ბოზდიშებელი იყო 18 წლის ბიჭს ჭამა თუ არ გინდა სასმელი თუ არ გინდა ბოზები თუ არ გინდა რავი რითი იზდებოდი შეჩემა შიერი თუ ეგდე სტუდენტობის ასაკში ანუ ხა ბოზებში წავიდე და ხვალ მე საჭმელის ფული არ მქონდეს და ვიღაცას თხოვო მაგას არ ვიზამ ამიტომ გითხარი ყლეს აწოვდით ხო რავი მაგრამ 400 ლარიდან მართლა დანაზოგსაც იტოვებდი 400 ლარი ხა მაშინ არ იყო ეგეთი ცოტაც არა მაგდენიც არ იყო მე რომ მუშაობ მე 18 წლის ვიყო 2011 წელი იყო მაშინ ველვეტი არის. ბევრი არ იყო, მაგრამ უფლოდ არ დარჩენილა არასდროს. აჰა, დანაზოგმარუც. რა, ანუ ბიჭო, ვერ ხვდები, ანუ რას ამბობთ, ანუ თუ მარტო, ყურე, 400 ლარით დანაზოგი. თუ ადამიანი 400 ლარზე ცხოვრობს მარტო. ბიჭო, ეგ არის ხა ერთი წამი მაცადე ბიჭო. შენ ძახია 400 წელს. 400 ლარი გვაქვს. რომელ წელს? ეხა 2012-ში, 13-ში. 2012 წელს. ხო. ქირის ფული თუ გაქვს ახდელი. ოჯახში ის ხაკ ვისატანი რა ქვია ცოლი ყავს, შვილი ყავს. ანუ ეგრე იასნია რომ დანაზოგის გაკეთება გაგიჭირდება. არა, მაგრამ რაც გაქვს იმის ტრანსპორტი, საჭმელი, ტრანსპორტი მაგალითად იყო სტუდენტი. რაღაცა ლუდი და ხინკალი ხონდა ჭამა სტუდენტი. მაშინ არ იცნობ და იმას მე მგონი. სტუდენტი რო ხარ, სტუდენტური ფასდაკლებებია ბევრ ამაზე მაგალითად ამ ქვეყანაში. ეგეთი ცხოვრების დეტალი. მაგალითად მეტრო გიყიდა 20 თეთრი. ხო, ანუ სტუდენტებისთვის, ჩემ დროს, რავი ხა როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ ხო და 20 თეთრი ღირდა. იქ ლობიანი რაღაცა ლარი. ხო და აი ხა თუ კიდე რომ ბიჭო 300 თუ პროქტოლოგთან დაგჭირდა შეჭება ლობიანის მოჯბის გამოსაყებად რავი ეგეთი ყლევა ლობიანი რატო უნდა ჭამ ანუ ლობიანს საჭმელად რატო აგიქო ვერ ვიგებ ეგრე ყოველ ვიღაცები ბაზარი რა ჭამ 400 ანუ შეიძლება შენ უნდა თქვა რომ 400 ლარი არ იყო საკმარისი შენ ძახი რომ უფ ანუ ეგ ვაფშე ყლეობა შეიძლება თქვა რომ ვიმყოფინე მაგრამ 400 ლარი 200 დანაზ და რა იყიდე დანაზოქით შეყალეო შენ გინდა გითხრა სევდიანი ისტორია აბა აი ყლეობას ეხა ცდილობს რომ აი ხაი რაღაცა და მოყვეს რომ მე დამატყას მიდი არა
მაგალითად, როდესაც ანაზღაურებით სამსახურში მუშაობდი, ანუ კომენტატორად და ხელფასი არ გქონდა. მე გონებ 400 ლარი სულ კი არ მქონდა კაცო, ანუ რაღაც თვეები იყო უფრო მეტი, რაღაც თვეები უფრო ნაკლები, თავიდან მართლა ეგრე იყო, მაგრე ენჩი მქონდა 300-დან 500 ლარამდე. მოდი თუ ძალიან გინდა მეთქი, გამდაჯერნაგე. 300-დან 500 ლარამდე რაღაცა თავიდან რო დავიწყე რა. და ზაფხულში მაგალითად, ზაფხულში 2 თვე ხელფასი არ იყო საერთოდ. იმიტომ რომ თამაშები არ იყო. და მაგდან ზოგი ცხოვრობდი. და სხვა გზა არ იყო. მოცემულობა ჩემი ისეთი იყო, რომ რაღაცა უნდა გადამედო, რომ ზაფხულში უბრალოდ ელემენტარული ფული მქონოდა. და მაგას ვაკეთებდი, რომ ზაფხულისთვის რაღაცა მქონოდა. ანუ სამე დასვენებაზე და დანაზოგი არ იყო. ფუნებაზე და რაღაცა ლაპარაკი კი არა. ერთ წამი ეგ დანაზოგი არ არის. ხელფასთან გადადებული ფული, მაგრამ დანაზოგი არ გამოდის. დანაზოგი არის, რომ რაღაცისთვის მომკვდარი ყავიანი თეორიულად რომ დაგჭირდეს რაღაცისთვის. თეორიულად დამჭირდა 2 თვე ფულის გარეშე. არა, ეგ იცოდი ისედაც. მაგრამ რაღაც რა მნიშვნელობა აქვს? მოულოდნელად მოხდება რაღაც. ხმილი გაქვს ამოსაღები 100 ლარი გადასახდელი, მაგითაც ვერ გადაიხდიდი, იმიტომ რომ ეგ გჭირდება. ნუ ახერხებდი რაღაცა არ გახსოვს, დანაზოგი არ ქონდა. აბა რა ქვია ფულის გადადებას, რომელიც იმ თვეში არ ხარჯა, მომის დანაზოგი ეწოდება ფულს თანხას, რომელიც ხელფასიდან რაღაცას დებ. ეწოდებაო, შეჭება განზრეული აქვს. ფულს ხელფასიდან რაღაც პროცენტს დებ და ეს ფული მე ხარჯავს სხვა დროს 10 წლის მერე მაგას. წინასწარიც უნდა ხარჯო. გაუთვალისწინებელი ხარჯებიც ხო არის მაგ დანაზოგში. სხვა ფულზე მაქვს ლაპარაკი. ანუ რას მე ლაპარაკები, ხო დანაზოგი მარტო იმისთვის არის, თუ წინასწარ არის იცი? შავი დღე იყო ის ზაფხული, შეჭება 2 თვე. 2 თვე იყო შავი, 2 თვე იყო შეჭება. დღე არ იყო. არ იყო რა ფული. თვეებზე გაეწევა ამას. ანუ არ იყო. ანუ შემოსავალი არ იყო. აბა იუმორინაში ამინდო და ამინდო და ამომივედი. მე უკომენტაროდ გავატარებ ამ ყველაფერს. შავი თვეები. ხო და იყო ეხა ეგრე რა, თუ გულწრფელად საუბრობთ, ვისაუბროთ. მე ვახერხებდი. მე ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მაგას. მოდი ესე გეტყვი, რამდენიც არ უნდა კონდეს, ექნება 20,000 თუ ექნება 1000, მაინც ვერ ახერხებს თვიდან თვემდე ერთ თვეში მისვლა. ეგრე ხარ გადადებული რაღაც 4,000 დოლარი მეგდო ეგრე რა პროსტა. და ეს როგორი თამამი ვიყავით რა. რამდენი გეგდო? 4,000 დოლარი რა. უცებ ახლა ეს ცუდი ხელოსნის პროექტი მარშრუტკაზე მოეთყნა დედის მუტელი. ფულს თუ მარშრუტკას? არ მარშრუტკას ყველა დედის მუტელი მოწყდა. მე ჩაითრია ეს ფულიც. მარშრუტკამ ჩაითრია 4,000. ეხა აღარა მაქვს დანაზოგი. იცი რა ცუდათა ვარ. რებიბაზე გახსოვს 2 წამს. არა, ნახე. არა, სხვა რამეს გეუბნები. ძალიან მყარად ვიყავით ხო რა. ხო და რა დებილობა გავაკეთე მე შეჭი. ხო და დაჭირდა რა. შენ უაზროდ ხარ. ეგ არ არის შავი დღე შეჭიმო. შენ შეხარ მაგარი მარიაჟა გოიმი. იქ წავედი იუთუბერების ისა კორპორატიულზე მოდი ხინში გავშოუკეთოთ 20 ლარი მიეცე ერთ ხინკალს შეჭმა. აი რატო? ხო გაივლიდი. ხო გაგის. რა გამისწორდა შეჭმა, რა გამისწორდა. მე სხვას რო უსწორდა მე მე 20 კილომეტრი გაგვივარა შეჭდო 15 და ზოდიაკოში გვეჭამა ნორმალური ხინკალი. საერთოდ როგორ გიყურებდნენ აუ იუთუბერებს ამდენი ფული აქვს. ერთ-ერთი ცუდი სახე მე მქონდა. ანუ გამოწელე ხო? მე გამოწელე. ხო და აი რა არის ეგ? ნორმალურია. მილიონერები გიყურებდნენ რომ ამდენი ფული საიდან აქვს და მეტი რა გამეკეთებინა შე პატარა შოუ დავდგიე ხა ყლეობაში გავისროლეთ ფული მაგის დედასაც შევეცი შენგან იგივე არ მახსოვს დასახარჯი და ჩემი დედა მოტყა რა ვერ დახარჯი ეგ დედა მოტყნული და მე მისწორდება ბიჭი ისო ვიღაცას ვაბლატავებ ეგ ძველი შემორჩენილი მაქვს შენ რა გონია მე მინდა ყლეობა გოიმობა გან არ არის მაგრამ აი ვიღაცებს რომ ვაბლატავებ მაგრამ ევასება რა აი ეგ სიტყვას ყლეობაა არა ბიჭო პრობლემა რა არის იცი იმიტომ ანუ ნახე შენ რო თესლი ტიპი გამოჩნდა მაგიტო ხო არ აკეთებ შემთხვევით მე არა აი ეხლა ნახე ამ ესენი რო დაპატიჟე თავიდან ბოლომდე შეჭება ჩემიდან რანაირად გამოვშტე თესლი ტიპი ესენი და რო დაპატიჟე ვიღაცები გიყურებდნენ სუფრაზე აი ვინ გაიგო შეჭება მაგას ვიძახდი მაგამაც ლაპარაკეთ ვინ გადაიხადა თქო ყველამ ხო იცოდა რომ מחარ კისრულობდა მაგას ანუ ყველამ იცოდა შეჭება 60 ლარი მიცა ერთ ქაბაბში 80 ლარი მიცა ჩიხირთმაში თუ რაღაცაში ნოების დებილობები და მოვიდა თან და ის საშინელი ხინკალი იყო რა საშინა თან მაგარი აჯვა დასაჯმელი არის ხო და მე მოვიდა და ღვინო აჩუქეს מחარას იმიტომ რომ ეხანო ეს გაიტანს ამ ამბავს ცოტა ფართო მასებზე და ალბათ ის აი ამ ეს თემა რომ აღარ გავაგზავნოთ ამოწუროთ გადავიდეთ შემდეგზე ცოტა ფული შეინახეს მეგობრებო მაგრამ კიდე რას ვთქვი ბოდიში მე განმავითარა რომ ხარჯავდი ამ ფულს და მიჭირდა
ვიღაცები ეუცებ დეპრესიაში ვარდებიან, მე გამორიცხულია. შენ გამოვლილი გაქვს უკათმო უაშლო და აცრილი არის მაგას. არა, იმდენჯერ იმდენჯერ მომოტყონია კარგი სეტყვა იმაგის გამო, აი ფული აქვს. მე ხსნება რაღაცა ხანდახან თავს ვიგდებ ხოლმე ძალით მაგეთ სიტუაციებში. რისი აუცილებლობა გაქვს ხოლმე ყველაზე მეტად რომ ფულით იყიდო. აი როცა არ ვიცი რა. უბრალოდ გინდა რაც არ დრონი შეჭი. არა, იმენა ბავშვია რა, რაღაცა ჭყიალას დაინახავს. მავიკი პრო. აუ ეს თუ არ იყიდა, მე იღუპება. ხო და კაი რა, შენ უაზროდ იცი ხოლმე მართლა. ეგ ბერლინში ხომ ახსოვს რომ შევარდი და უბრალოდ ხელში რას მოხვდა ყველაფერი რომ გამოზიდე მანქანა მაღაზიაში. 10000-იან დრონს რო ეკაჩებოდა. ხო კაია. რა დრონი ხო მე არ ამქონია ბავშვობაში. გავიგე. სემდენ მიბრახულები. მთელი მუღამი ის არის რომ დრონი აი ეგრევე ხო არ იყიდი რაღაცა ის კონდო 3 თვე დავაგროვო ვიყიდო რაღაცა ეგეც ხო მუღამი აქვს მაგას. პირდაპირ რაც მინდა ეხა ავდექი და ვიყიდო აღარ არის საინტერესო. ავიქ 3 გამოვიდა გერმანიაში დაემთხვა თან გამოვყრეთ. აუ რა ალეწილი იყო. აჩიკო მოთხოვ არა უფროს მოთხოვ. აბა ეხა ხმარ გავიღო და გრუზული. აი ეს იჯდო მთელი დღე. მოვიპაროთ მეთქი მეუბნეოთ ბიჭო. ბიჭო მან დრონზე არ არის, მან უკვე ნაყიდი ქონდა ლინზები და რაღაცები, დახარჯული ქონდა ფული უკვე. და მე დრონს მიადგა. არა, დრონი გაიჭდა 6000 евро ღირდა. თან შეჩება 6000 евро. გადაყიდვა გინდოდა თან. ხო, ეს კი რო ჩავალ გავყიდით მეთქი ამას ეუბნე. გიჟია. მაგ ტაქსის ვიბრუნებდი. DGG-ს არ გადავიხდიდი. ჩემი დრონი მოდიოდა აქ შეებოდა რა. კაი, გადავიდე ჩემ. ხო და ეხა ვყიდი. კაი, გავიდე. არ გვაინტერესებს. ხო და ფული აღარ მაქვს მეთქი და ხიდი ეხა კვადროციკს ვყიდი პოლარის 22 წლიანს. აფშეთაზე გავლილი აქვს 3000 კილომეტრი, $7000 და ვყიდი Sony-ს კამერას. არ ყიდი მაგას. S3 თავის ლინზით G-Master-ით და მონიტორით, რომელიც ბიჭი იყიდე შეჩება მაშინ, აჰა. პოლარის გაყიდე. არა, ორივე მჭირდება, ძვირი ჭირდება, მას 2000 დამიჯდება შეჩება და გაბაჟებაში რამდენი მოგთხოვე, იცი? 25000 მარშრუტკისა. რა, ლარი თუ დოლარი? ეს არის სპეცზაკაზიო, აწყობილი. რა, 25 რა. ლარი. რა მნიშვნელობა აქვს შეჩება ვალუტას? ბევრია მაინცო. Vinyl Pro 7 წერს. რამდენი გამომწერი აშორებს ოქტოპუს საერთო კაცამდე ყველა შორს ვინც იქნება წაგებულს ნებისმიერ დავალებას უსრულებსო. მე ვიცი და თქვენ შორის ითამაშეთ რა. 20000. ვინც უფრო შორს იქნება მეორეს შეუსრულებს დავალებას. 70000. როგორ? შენ რა თქვი? 20000. შენ? 70000. რა 20 შეჩება. მინდა რომ წავა. რამდენზე არიან ხო იცი? გახსოვს. რამდენზე არის? მე მინდა რომ წავაგო მეთქი და რა აგი, ხო. წავაგო. რა შეგიძლია? 200-ზე ავიდნენ ეხა ორ შემოთობაში. მე ძმაო. იცი შეჩება. რა იყო ჩაილენჯი? სურვილი ნებისმიერი შეგიძლია. რაც გინდა მთხოვე გიორგი შეგიძლია. ნებისმიერი სურვილი. ახალ წელს მოდით ჩემთან ისევ და ერთად შევხვდეთ და ერთად შეჩება. აა რაში გამოიყენა? ბავშვი ხომ მოყავს? ეხა მას Nintendo უნდა უყიდო. იმის მერე აქ Nintendo Switch-ი. იმას რო ხოდა Nintendo Switch-ი. არა. ოზი შვილი. თავის ბავშვის პაროდიას აკეთებს. თავისი გამოსდის ცოტა. არა. არს ოუარსონ სპიჩურას. ახალ წელს მოკლედ მოგიწევს ჩამოს ვიცი რა არ გინდოდა. ის კაც რეგბისტი მომენატრა რა. ეცნელი? აუ როგორ გავარდა ბევრი გამომწერი მოემატა ძალიან. მათ აი სტუმრად მომენატრა. ნიკა ამაშუკელი. ნიკა ამაში. იმ რეგბისტი მომენატრა, იმან მწვნელიო შეჭ. არა ის რეგბისტი საჯი. აი ამ აუ არა ძალიან იმ დღეს მომწერა ბარჯა მომწერა ჩამიგდა ნიკას ლინკი და ეს ბიჭი იციო და ძალიან მაგრა გავარდება რა. საბები როგორ მოემატა ხე? ხო, 3 ყავდა და ეხა 8 თუ 7 ნიკა ძალიან მაგრა. აი ეგეთი აი რაღა რო საუბრობს თან შენენაზე რო საუბრობს ბიჭო თან მოკლედ ნიკა წარმატებები აქედან კიდე ერთხელ და ოქროს ადამიანი ძალიან ვიხარია. იმედია პოლიტიკაში არ მე პირადად შევლოგებს არ ვტოვებ. მართლა გეუბნები და ვალაიქებ და თავიდან ბოლომდე უყურებ ძალიან მომწონს რა. ვაზელინი თუ არ გადაისხა ამან თამაგაში შეგენო შეყალეო ნეტა შენ ახს მიხედვა იქა შენ მოგიტყავს ყალასჯერია რა მე რა წავიკითხე შეჩემ აიკითხოს ნუ იღებ მაგდენს და ნევრე მეშლება გუგამულაშვილი 1860 ყველაზე მეტად რა გიყვართ ბოდიში ყველაზე მეტად რა გიყვარდათ რაც ბავშვობაში გქონდათ და ახლა აღარ გაქვთ არა აუცილებელი ფიზიკური ნივთი იყოს ო ბავშვობაში გქონდა და ახლა აღარ გვაქვს შაბათობა რა არის და დალაგება ეზოს დალაგება უბანი ლაგდებოდა ხოლმე და მე სემიჭკის ჭამა მიდიოდა თავიდან იყრებოდა და ჭია კოკონომა კიდე მახსოვს აი ბავშვობაში აი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის რა წუწაობა
ეხა აღარა, აი უბანი ბიჭო, უბანზე იყო თუ წავბაღონ, დედები, მამები. ეხა ეს რევს მოყვება შენ, აი ჩემი მე მჟავა შევასხიე. ეს ხე ჭიაკოკონობა. რაღაცა გაეციან გაკეთებული. იასანია ჭიაკოკონობას რომ ყველაზე დიდი უნდა დაითრიო რამე რა და აფთიაქებს ტეხავდით ხოლმე რა. გასულია რა აი. კაჭე, სამედიცინო სფერო დედა მოუტყნა გულში, კაჭე. სამოწყობოდან ლატუნის ქვაბები გამოზდიდა და აფთიაქს ეხავდა. დიდი სახარშები იყო ხოლმე ბოზიში იყო კარები ხონდა 100 კილო მოუთხან დედის. კურნალობ და ვაფშე მაგი მაშინ. ვი მაინც აკავდნენ რა აზრი აქ ექიმიკარ ვარ გოდ არაფერი. თუ გამოხარშული იყო. უძიათამზე გოლიდან დაიწყო, იქ გადაიღეს. სკალპელი უვარდებათ, იქ იპარავს ერთი. კაი. და აფთიაქი გავტეხით ჩეჩემა და ამპულები ხო ჩაგლოს კდება ეს ამპული ხო დუღდება სუჟე პუტა. ბიჭო, აი ამპულები გაიჩნდა. პოზიციული იყო. მაგას ხედავდით ჭიაკოკონობაზე? კოცონში აგდებდით? კოცონში ამპულას არ გინახავთ ჭიაკოკონობას ამპულას აგდებ შიგნახო შუშა ხო არის დუღდება და პუმ და სკდება რა. შენ გინახავს ჭიაკოკონობაზე ეგეთი? ეგ არის ცით ბიჭო. ხო იცი ამპული ჩაგდება? არა, მე როდის ვაგდებით ამპულს? ცეცხლი ხო, მაგრამ ამპულა. აუ, ცეცხლი ხო, ერთი ყლე მანეკენ გახდება, მეორე გეიტასაც. აღზიან და ამპულა შეჭება და აი ამპულა გაიჩნდა. წარმოიდგინე ამპულას ყო და აფეთქე. მივხვდი, ხო, მივხვდი. მე არ გეუბნებოდნენ რომ ეს ეშმაკისეულია ჭიაკო. არა, ყალეზე მე კიდე 5 წალი ეგ. აი სა ფეხი წამოდება ვინმე რო ახტებოდა ზევიდან და შეგავდი იყო. აუ ეგ გუნდიში არის ჩავარდნილი ცეცხლში. ოპა, მეორე ის იყო რა ქვია. შეეკეთე ფობს. ვერ შევთანხმდნენ ჩვენი მესობელი და ის იქიდან წამოვიდა ესაკენა და ბუნც. აი, მოხარშული კი შემწვარი არის გუნდიში შეჭე. ბიჭო, გამოვიტანეთ ეს დიდი წამლები. აი ამპულა მეთქეს ჩა. რამდენი კრიმინალური ისტორია. ცალი მოვიპარეთ რა. ხო და რაზე გვიპოვეს საფეთქების ხმაზე რა. გვი დალის აფთიაქი იყო. გამარჯობა. ძველი ამბავია. ანუ აფთიაქის პიროვნების იყო მანდის რაღაცა. სოსო იყო ხომ სოსო. აპტიპისა იყო ბუბნელისა რა. ანუ აფთიაქი, ეგეთი აფთიაქი. ეგეთები იყო ხომ რა, სამაძელკა აფთიაქები იყო ხომ. ფირმა არ ყოფილა ანუ. ის ტიპი რა ჭიაკონა ყველა ხუნდა ეს ხო აფეთქდა. ის მიხვდა რომ პატარა ამპულით ამას ვერ იზავდნენ, დანაკლისი ხო ქონდა ეს დიდი ამპულები. და ისინი იყო დიდი გამაყუჩებლები იყო ამაში თურმე რა, აი მორფინის მსგავსი, დიდი გამაყუჩებლები, ანუ ჭრილობებზე და რაღაც გაუტანეს ტკივილების დროს ამას იყენებდნენ და 5 წალი მთელი გოლის სამყოფი რაც ხო გაახეს ჩაუშვი, შეჭება რა ხარუხი აუტეხეთ. იმის მერე 1-3 თუ 3 წამალი შემოვიდა, ყველაფერი ტკიოდა ვაფშე. ანუ ტიპი რა ავარიაში დაჭიხილიყო, ვერ უყუჩებდა. ესე იგი გორმა დაისვენა, შეო დატოვა ქალაქი, როგორც მოხდა. ხა მოისუნთქა. ანუ ჩვენ ეხა თბილისი უძლებს ამ ყველაფერს. კალა, შენი ბავშვობაში რაც იყო და რაც ხარმა ქონდა. და ეხა რაც აღარ გაქვს. დახუფული 3 ლიტრიანი ჩავდეთ კიდე. დააცადე. ბოზიშვილი იყო. 3 ლიტრს წყალი ჩავასხი და დავხუფეთ და ესე ჩავდეთ რა ცეცხლებში. ეს ხო ყარავის არ აქვს. ემოციებიც ითვლება ხო? ხო, არა ნივთები არა. მაგრა გასკდა ისიც. ყალეზე არ მეკიდა მე ვიცოდი. მოდი ეს რაღაცას ვიტყვი რა. ემოციურად მენატრება ყველაზე მეტად მომენტი, როდესაც შაბათ კვირას დილით ვიღვიძებთ მე და ლუკა და მულტფილმს უყურებთ. აი თან არიცი რა დაგვხდება? ანუ ყველაზე ეს სუგაზე იყო შემოდგმული და როდის ხოყურებდა ეს? ქვამიდან უყურებ. მე და ლუკას ქონდა შაბათ-კვირას მასვენებდნენ. ამას დაწყვეტები, აი მორევის დროს საცაკეთა მხარეს იყო ეგ რა გადიოდა ხოლმე. შაბათ-კვირას რა რაღაცა ემოციო და რომანტი იყო. ხამში ხო ეს წერდა დაწყვეტები ახლა. ამა ხო ამ მომენტში რა ჩააჯვას ყველაფერში არ შეუძლია რა. რობოტა და რობოტუნების მარტო რობოტა ყავს ნანახი მას. რობოტუნების კადრზე აქეთ იყო ხო? რობოტა და რობოტუნები გადიოდა ორ შაბათთან პარასკევამდე. შაბათ-კვირას გადიოდა მულტფილმები მზეზე. და აი რაღაცა და არ ვიცოდით რა დაიქნებოდა და რაღაცა და აი მახსოვს ძალიან ბევრი მულტფილმს უყურეთ და აი ძალიან ასწორებდა. აი ემოციურად ეგ მომენტი აი даже ტელევიზორში ეხაც რაღაცა გაიჩნდება მოულოდნელად ფილმი ემოციურად ბრუნდები რაღაცა ბავშვობაში იმიტომ რომ აღარ უყურებ ტელევიზორს ბავშვობაში დარჩა ეგ მომენტი ხო მაგის გამო რა აი GDS სხვა შორის GDS არის იდეალური ტელევიზია ეგეთი უნდა იყოს მარტო ფილმები გადა მარტო ფილმებია თან რაღაცები ისე მიჩნდება რომ აი ხანდახან რო ჩართა უყურებ რა შენ გაქვს რამე ეგეთი
აჩიმაც თქვა სახე. არა, просто დაახლოებით ეგონს, просто ზოგადად სილაღე, ბავშვური სილაღე. ალბათ რომ აი არ გაინტერესებს დიდად არაფერი, არც ზრუნვა. რა, მაშინაც პოლიტიკაში ყავდა და პასუხისგებლობა არ გაქვს, ვაფშე აი ფეხებზე კიდია ყველაფერი, გეძახიან საჭველად, მინდიხარ ჭამ, მე მულტი. სპილენდის ფასი არ გაინტერესებს და ხო ბახტობაში შეყალებ. მაშინ დოლარი არ იყო, მაგრამ დოლარი ვიცოდით რომ რო იწევდა სპილენდის ფასი იწევდა ხოლმე. შენში ალუმინი, დურალი, მაგისო ჭახშევე. ბიჭო, ნუ მუტალებ ხა ეგეთი ისიც არის. ასფალტი რო დააგეს, დედისპირს ვიგინებოდით ხოლმე რატო ეხა. გზა რო დააგეს, შეჩემ მთელი ანუ ჯიბიდან ფული ამოგვაცალეს. იმიტომ რომ გრუნტიან გზაზე ეყარა ხოლმე დარჩენილი სპილენძი ალუმინის მავთულები ესე რა და იმას ვეძებდით ხოლმე ჩიჩქნიდით. და დღეს დილის 7 საათზე გავდივით ხოლმე და საღამომდე 3-4 კილო იყო კომპიუტერების ფული, ლობიან რაღაც ფული იყო ხოლმე რა. და გრენდაიზე რო ჩაირთვებოდა ხოლმე რუსთავიორზე იყო ხოლმე გრენდაიზე იმაც უცუ ისეთ ხოძზე მოდიოდი გრენდაიზა უცუს არ ამბობს მაგრამ იქო რუმიქო ომასოდავო გომათო შიკარაკა აი მათო დავეშო ენერგიაზე მოდიოდი ხოლმე რა ხა დედის დღეს ჩუქფლინდი ჩუქდა აი გარედან კადრი ყოფილიყო მთელი უბანი გამოდიოდა აი ყველა რო უყურებდა მაგას დახოდე და გარეთ გავდიოდით უბანი დავაი ეხა დედის წყნას სხვა უბანს წავიდა ბაზები შენდებოდა შეჩემა გვარჯილას ხალავდით ხოლმე ეგ გენატრება ანუ შეკითხვა რა იყო ნახე מחარ ეგ გენატრება ბავშვობაში რაც ქონდა და ეხა არ გაყო ეგ გენატრება ეხა ეგ სიტუაცია ეგ დუში ბავშვობაში ყველაფრით ერთობი ისეთი გენატრება აი სუნი მენატრება ასფალტი რო დააგეს ხო ბავშვობის მაინც მე და გუნდი საგერ ბოთლები გვაქვს ჩაბარებული რამდენჯერმე მაღაზიაში იბარებოდნენ ბოთლები მეც ყაზბეგის ლიმონის ბოთლი იყო 10 თეთრად შენთავს გაბ არ მოგიწევი რეზიდენტები არ ჩაგიბარებია არ შეგიპარებია არა რესბიანებს და ურეზოზე არის 5 თეთრი ჩაოლებრივი ბოთლი ღირდა 5 თეთრი და 10 თეთრი იყო თუ 20 ყაზბეგის ლიმო რაღაცა ბოთლს იბარებდნენ შამპანურის ბოთლი თუ იპოვა ვაფშე იმენა ის იყო იმიტომ რომ რესბიანს იაფათი ბარებდნენ იმ ლიმონადს ასხავდნენ იმაში რესბიანში ვერ ასხავდნენ და ამაში რა ასხავდნენ დახუფას ეხა გამახსენე ლუკა შენზე არისო ისო ვიღაცამ დაგინახა ცაცრო ყიდიდი შენ გარეთ აი გაიწელა გადავიდა შემდეგ კომენტარზე რომ ძალიან გაიწელა ამ კომენტარზე და გარეთ თუ რაღაცა ლუკა რო ჩუჩაში ხო მარტო ცარცები ქონა გაშლილი არ ვიცი მე არ მახსოვს ამბობენ ამას პატარა იყო ძალიან აკუმულატორი 3 წლის ვიყავი ხოლმე და ისევ იგივე ტიპებს ვაყიდებდით ხოლმე ვითომ მაზურატის პონჩი ჩვენ მოგქონდა ხოლმე შენ დედას პიცაო მოსაყოლი ყველაფერი კი არ არის შეჩემ პატარა იყო ბიჭო მოსვა რაღა პატარა რამდენი წლის ხავ ის ხო იყავი არა სტუდენტის რა 8-ზე აკუმულატორს იღებდი შეჩ 8 წლის ბავშვი ბოზიშვილი პრო 7 წელს ამ დავშალეთ ის დედამოწყურის სახარშები იქა და ლოთები დავიძმა კაცეთ მარტო რომ ვერ ავწევდით ლოთებს წამოვაღებინეთ შეჩემა და იქ ბავშვები ვიდექ და არ ვიცი ზია სერიოზული პრობლემა იყო გორში ეხა რა გოშკებთ ეს საქართველოში შეჩემა ეგრე არ იყო აქ შეჩემა აი ეს ეგრე იყო აქ საბუთალოზე გაზდილი მუტელი ესა რა მართლა აი როგორ ნერვი მეშლა არ იყო ბიჭო ზედა ზევიდა რომ ელაპარაკება თან ეგრე მე მართლა ვთქვი რომ მაგას გერო ყლეზე გეკიდა თბილისში ყლეზე მეკიდა რა არ მიწევდა ჩამოვიდი ჩამოენძღრიენო მაგიტომ მეუბნეოდი შეყლეო ომის დრა არა ქათმებზე მე ომის დრას იყავი 12 წელი შენ ხო ნაყოფი თბილისი გამოსწორდა მას მე რა ჩამოვედი მართლა ჩემ ბავშვობაში აი 4 წლის რო იყო ქათმები მართლა ყავდათ ბიჭო როხა ჩემთან ყავდათ მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი მაგაზე არ მაქვს კალა მოპარვა გადარჩენისთვის რაღაცების დაშლა იყო შენ გიწევდა მე არ მიწევდა კაცო მე არ მასიურად არ იყო მასიურად შეიძლება არ იყო მაგრამ იყო რა მით უმეტეს ბავშვი 8 წლის ბავშვებში სიმდიდრეში ცხოვრობდა აზე ხა 8 წლის ბავშვები იპარავდნენ აკუმულატორებს ეგ მაგრამ ბიჭო ბოთლების ჩაბარებაც არ არის ბოთლების ჩაბარება სხვა რაღაცა არ ჩაგი პიონერის მაგნიტაფონი არ ჩაგიბარებია უნდა მოიპარო ჯერ მაგნიტაფონი ჩამოდიოდა ხოლმე ეგრე გამოდიოდა უნდა მოიპარო ჯერ რომ ჩააბარო მე და არ მოიპარე არ იყო ხა ამის ბავშვობაში ეგენია რა გინდა ანუ ესე გქონდა ფული ჩვენ რო არ გქონდა ფული იმიტომ ვიპარავდით შეჩემა თორე ყლეები კი არ ვიყავით ნისიაზე მაღაზიაში ნისიები ხო იყო ეხაცა მაგ ჭიპასვალი 50 ბოზიშვილი იყო გონში ისი ჩემი ჭიპასვალი მაგ ყოინაკთან რო ადიხარ გაი ჭიპას მაღაზია იცი მაგის სვალი მაგ 50 დინდელი ვარია 15 წელი თუ არ იყოს ბოზიშვილი იყო მახსოვს თან ნისიების რეული იყო და არიხტიდი ხოლმე ეხლა აქ იქრონა არიხტიდი ხოლმე მართლა ბიჭო არა მქონდა მშიოდა და არა მქონდა რა და ჩემ ძმაკაც არ უყარდა ხოლმე ვალები ის იხტიდა ხოლმე ჩემსაც რა დავითას არ უყარდა ხოლმე ჩემ ვალებს მე იტანდა ხოლმე ვალებს რა და ის იხტიდა ჩემსაც და მე ჩუმად გამომქონდა ხოლმე ის ხო იხტიდა
მე გამომხონდა ხოლმე. აი, კაი მოპარული ნადავლი რო ჩაგვარდონდათ ხელში, მაინც არ ფარავდი თვალებს? არა, შეშმა. არ, მაინც არა. ჭუჭყიანი ფული ჭუჭყიანებში უნდა დაიხაზოს და ბოლდებში მიდიოდი ხოლმე. 8 წლის რო იყავი. 8 წლის არა 12-13. ყველა ეს გორელები ვინც ყველა დაფნილზე წვანე კარები ვინ იცის. ზართულია. 300 ლარი ამოვაგდეთ ერთხელ, შემდეგ გამო. აი გეყოფა ჩემი, აი მე რაღაც მართლა გეუბნები რა. კრიმინალურ ისტორიებს ვისმენ. სახლებიდან მაცივებს დავხსენით ისინი. სახში შეიპარე? შევიპარეთ რა, მაშინ იყო ხომ ეს სახში არა, გარეთ ედოთ მაცივებს, იმიტომ რომ ხმა ქონდა ამ რუსულო და. Around the world და ეზოში. და გარეთ ესე აბსოლუტურად უბაში რაც მაცივები იყო, ყველას დავაცალეთ მატყორები, ჩართულს შეჩემა. ეს იმები მანამდე იმასთან მიკროფონში არა სწორად ლაპარაკობს მიკროფონს მიღმა რელეების ამბავი გავიარეთ ხელოსანთან რომ ეს პლასტიკურებზე ჩაჭრა დაწერა ეს ფეონი აღარ გამოდის რა სკამ გამოდით მე მივიტანეთ 12 წელი ქონდა სვარ ჩიქს გადავაჭრეთ იმიტომ რომ ზუბილით ჭიმით ხომ და ეს არის მასიური რკინაში ჩემ ანუ ბოლტი არა აქვს ეს დახურული სივრცე არის რა ეს ზუბილით რო ჭრი ტვინის თქונה ერთ ცალზე გია მთელი დღე რა სვარკა გაიჩნდა გაზებს აკეთებდნენ იმას დავაჭრევინეთ ესენი და 300 ლარი ამოვდეთ რა ლეჟანკები რაღაცები საკარ და ესე ვიჯექით და აი ფულს უყურებდით და არ ვიცოდი რა გვექნა აი რამდენი კევი და მარკები უნდა გვეყიდა ამ 300 ლარით და ბოლოს რაში დაიხარჯა 50 ლარით მთლიანი მარკების 5 ვიყიდეთ ეს მაღაზიაში ხასთავთ იყიოდა ხოლმე მრგვალი მარკები მარკაობი მთლიანი 5 ვიყიდეთ ჩემი უბან გაიგეს უბნება რა მარკა პოკემონებზე და მე პოკემონ მარკაობ არის მარკაობ არ ერქვა თბილისში მაგას მაგრამ ერქვა ამას აბა ფიშკები რა ფიში პოკემონები ჯეირანს ვეძახდით პირდაპირ აჯე მარკაობა მოდი ჯეირანი და ვიცოდეთ რომ ტოპ მარკების მოღუნული ეს ამოსატრიალებელი ეგ მინდა აღვნიშნო რომ გაცილებით კარგი სახელი გქონია გორში მარკაობა ფიშკას ხო ჯობია მარკაობა იყო ეს თან ვიღაცები აი იმას ვერ ვაკეთებდი აი მე ვერ ეგ არასდროს ყოფილა გოლში უნდა დაორცქო რა აი ეგ არის რა მარკებზე ტიპები უბნებიდან გადმოდიოდნენ ხოლმე აბა იმას მოუგე იყო ხოლმე რომ მოღუნულები ქონდათ ეგეთ დაღავარით იყო რომ მოღუნული ისინი ქონდათ ამოღებული ქვაზე დაარტყი და სემ დაჭრები ბოზიშვილი იყო ტიპი ძმაკაცი დაგვიჭერს მაგის გამო ეს მახარ კითხვა იყო ბავშვობაში რა გენატრებობა ძალიან გადაიღო ესენი მენატრები ჩემთან ეგ პოკემონები ყველაზე პიკში როცა იყო რა აი ყველას მახარ მომისმინე ბიჭო ჩვენ გვარჯი ძალიან ბევრი რო ქონდა ყველას რა ერთ დღეს მომისმინე აკეთებდით ხოლმე მახარ ველაპარაკები აი რაღაც გეუბნები ერთ ყველაზე პიკში რო იყო ეს პოკემონების ამბავი ერთ-ერთ გაკვეთილზე სკოლაში რელიგიის მასწავლებელი შემოვიდა და ეს არისო ეშმაკისეულიო და ყველა სასტრაფოდ დაალაგეთო აქო რა თორე აი და იმის შვილი ერთ თამაში მეორე დღეს არ ვიცი მაგრამ აი ძალიან გაივსო მაგი და იმითი და საწაიღო არ ვიცი აი კონტრაბანდა საწავი და რა ბოზიშვილი ყო ჩვენ ჩამოგვართვე და მეორე დღეს იმის შვილი იყო ხოლმე იმარკები რა პონტია შეიძლება სხვა აი რა ეშმაკისეული რა ქონდა ხა ჰარი პოტერი ეს ამ ტიპი ყარავდა შეიძლება თავის უსაზღვრებდა ისინი იყო Mortal Kombat-ები იყო თავიდან მერე იყო ჰარი პოტერი და მერე იყო პოკემონი პოკემონები ჰარი პოტერი შენ მინახავს მაგრამ მარკები რო დამილაგო ყველას ვიცნობ აი სხვა შენ მინახავს რო დამილაგო მარკებიდან ვიცი ჰარი პოტერი მოუყადა და მან ზოგი იყო იშვიათი ის აი რაღაცა იშვიათი პოკემონი იშვიათი ტოკენი იყო და მთელი ღამე ვათენებდით ხოლმე რტყმის გარო ეს დაძველებულიყო და უფრო კარგად ეტრიალა რა ახალი ყრება იყო რა და ახლებს ვიყენებთ ხოლმე რომ მოგიგებდა ტიპი ახალს ვაძლევთ გაცვლის დროს ეგ ეგრე ბიჭო რა კაი ის იყო ეგ სოციალური აქტივობა და არა სკოლაში რა იყო სოციალური ტიპი მეთქი დაჭრეს ბოზიში იყო ბაღში იყო დაჭრილი იმის გამო რომ ამოწეულ ხვალზე ურტყავდა და უგებდა ამას ამოწეულ ესე არ გეჭირა მაგაზე ჩუბი არის ესე 20 მარკიანი ვითამაშოთ ტიპს ეუბნებოდი რა ვიმარკავთ დავაი 20 წელს იჭერდი და დაახეთქებდი და რამდენი სამოტრიალდებული იყო თამაში და ის დაახეთქებდა რა და ეს ოპა და გადი და ხაღა და ამას აი ანუ მე ვიტყვით რომ რატო ვარ თუ გემბლერებიო იმიტომ რომ აი კაი იყო მოკლედ რა კარგი იყო ბავშვობა მახარას კითხვა აჩის რას ვერ აპატიებდი მახარას Around the World 200 მახარას რას ვერ ვაპატიებდი? ყველაფერი აქ ნაპატიებს. მაგას რო ვიწერდი რა. მე ამოვწერე კომენტარები. მეთქი ამაზე პასუხს მოვიფიქრებ მეთქი და მე რო დავიძე მე მოვიფიქრებ გავწე მეთქი და არ მაქვს რა სავარაუდოდ მაგის პასუხი არის რომ ისედაც იმდენი რაღაცა მაქვს ნაპატიები რომ რაღა უნდა მოხდეს რომ არ ვაპატიო რა რაღაც. პირიქით მე აპატიებდი იმას რომ წესიერად მოგცევა დაგიწყოს.
მაგის პატიება იქნება ძალიან რთული. აჩიკო როგორ ხარ? მოდი აქ დაჯექი. მოდი აქ დაჯექი. ამაზე არა. აი დაჯექი და. დაჯექი არა. დავითაძე წერს კითხვები სამივეს. ყველაზე მეტად ვისი მოყვანათ გინდათ სტუმრად პოდკასტში და მეორე შეკითხვაც არის, ოღონდ ჯერ ამას გავუსეთ პასუხი. ყველაზე მეტად ვინ გაგიხარდებათ, გესიამოვნებათ სტუმრად რა. გოგიჩაიშვილი. თუ გინდა ყველა თქვათ თითო გოგიჩა. ხო, გოგიჩა კარგი იქნებოდა. გოგიჩა top of mind ვერსია. არა. მაინტერესებს რა. აი ვინმე თუ არის ისეთი, ვინც აი ეს ძალიან მაგარი სტუმარი იქნებოდა. ისეთი ვინც არ ყავდა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყავდა უკვე. არ მიფიქრია ეგრე რავი რა. არ არის ეგრე არ გახსენდება. მე ვინც არ უნდა მოვიდეს? ხო. გავერთობი მაინც რა. ვინც არ უნდა იყოს. ეს ხო აქიჯდება ეს დეგენერატი და რაღაცა სიზონ თავზე გადაირტყამს რაღაცას გაგერთობს. ანუ პრინციპში ახლა არარეალური სტუმარი აღარავინ აღარ დარჩა რა, ისეთი რომ ამას ვერ იაფარულოვაზე მაინც იყო კომენტარებში კი ვთქვით წინაზე, მაგრამ იაფარულოვას ველაპარაკე, დაურეკე და მითხრა, აღონთ არ მახსოვს თქვი? არ მithქვავს, ხო? მოკლედ მაგის ნერვები. ველაპარაკე იაფარულოვას და არ მაქვს მაგის ნერვები. არა, არ მაქვს სტუმრობის ნერვები, აღონთ სანამ ესამები. ვაფშე არ მაქვს. მანამდე ველაპარაკე, სანამ ესამები დაიწყებოდა რა. მაგიტო კონტაქტი შედგა, მაგრამ რაღაც სამწუხაროდ ვერ დავითანხმეთ რა. ფეხბურთელები მოვიყვანოთ ახლა ახალი წელი. ხო და ეხლა მე უნდა მეთქვა რომ შოთა ძალიან გამიხარდებოდა. შოთა ვინა? არარეალურიც არ არის, იმიტომ რომ ევროპის სახე. ეს დაიწყოს მე რაღაცებს და შეჯერ აჩი გაანაწყენა და აი სპორტსმენები სხვათა შორის, მანდ გვაქვს სისუსტე შედარებით რა. რატო შეჭმა კლიპებში თუ იღებენ მონაწილეობა საქართველოს რა უნდა? მართალია. ილია სულამანიძე იყო ძალიან კარგი პრეცედენტი, წელს იყო ეგეც, შარშანო სწორედ. ილია სულამანიძე მოჭიდავე, ხო? ძიუდო. აი, ქართველი რო არ იყოს და გლობალზე რო შეგეძლოთ ნებისმიერი ადამიანის კევინ სპეისი. შესწავლა. ისა. გლობალზე საინტერესო. არა, ვლადიმიროვიჩი ჩემ აგრა გამისწორდა. ახლა პუტინი რომ მიჭდეს, აი, ხა? ჯიმ კერის ვისურვებ. ჯიმ კერი აღარ არის ხოთა ის ჯიმ კერი რაც ჯიმ კერს ვერ დამოეტყნა, ვაიები. ბიჭო, იმე. აი, მაგრამ აღარ მოვა, აი. ჯიმ კერის მოვიყვანდი და ხო, აი. აი ესენ რო ის რო პროჭით ელაპარაკება და ეს რო აი რაღაცა პროჭითო. ეს რო მუჰამედ ალის პაროდიას აკეთებს, მე ვიქნები ყველაზე ბედნიერი მაგომ. აი დავждები და ვუყურებ. აი ეს რაღაცას ვაკეთებს ორი. აი მებს ვაკეთებ. მე ის ამას დაიწყებს და მოდი ეს რო ეუნება, აი ეგ იქნება ძალიან სასწაული. მე სხვათა შორის ძალიან მინდა შევა არავის არ უნდა, მაგრამ ჯონი სინსის მოყვანა. შენ გინდა პროჭი გაკეთოს? და მიახალე, ხა? ოღონდ ერთად აი ჯონი სინსი და მიახალე. ერთად რომ მოიყო და რომ ერთად აი მიდი რა დაუშვი, მიდი რა. აი თა რო უთხრა რომ მიდი და დაუბაბანე რა პროჭი. თან მაგას მოსულა ბრა. აი ძმა, კაი. სხვა ჟანრია იქ. აა ჩოლებეთ. გასაგებია თქვენი პოზიცია. ტრამპს მოიყვანდი? ტრამპი მე მგონი საინტერესო რესპონდენტი იქნებოდა ამ პოდკასტისთვის. ფულს ჩამისულდა $20 სამები. აუ ეს შეიჯდებოდა. დიორ ტრამპ. არა შე. ის არ უყართ ფულს გადა. მოიცა მეორე შეკითხვა იყო ამაშივე რა. რომელია თქვენი აზრით 2024 წლის საუკეთესო პოდკასტი ამ არხზე რაც დადებულა? ეგ ხო გავეცით. საუკეთესო პოდკასტი არ გუთქვია. 2024 წლის სტუმრების პოდკასტებს შორის რომელი იყო საუკეთესო? მე ეგრევე მაგ პასუხი. ბიძინა რო იყო ალბათ. ბიძინა ბარათაშვილი ძალიან მაგარი გადაცემა იყო. კალა შენთვის მაგრა გავერთე, მეც ვისიამოვნე, თვითონ ბიძინას ვისიამოვნე. ბიძინას მე ვიცნობ დიდი ხანია და იმის მიღმა ვიცი რე. რაც გამოგაგდო იმის მიღმაც მოვისმინე. და გივის სიხარულიძე ოღონდ გადაცემის მერეების მოყვა რა. ანასტასია რო ყავდა იყო ძალიან. ანასტასია ძალიან კარგი. ეს რო ვინძის პლედით როზის ეგაცემა ძალიან კარგი იყო. ჩემთვის არ იყო ძალიან კარგი. მე გამოვარჩევდი. შენც გვაინტერესებს. აი თლიანი პოდკასტი, მაგრამ განსაკუთრებით მონაკვეთი რო ავიღოთ. მონაკო. ნონა გაფრინდაშვილს რო ეთამაშებით. ჯერ თქვენ რო შირო თამაშობთ მე. აჩი მაკადემიური მახარო ეთამაშა. მაგაზე რაღაცის თქმა მინდა რა, რომელიც ვერსად ვერ ჩავაკვეხე რა. მიდი. რომ მაგ პოდკასტის მერე, ნონას სტუმრობის მერე მე დავიწყე ჭადრაკის თამაში. გავიხსენე უბრალოდ ბავშვობაში ვთამაშობდი და 1050 რეიტინგზე ვარ ასული chess.com-ზე.
რაც საშუალოზე ცოტა მაღალი. თვითონ აი გაყალეობების წარმომეტი. მე მინდა კიდე ერთხელ ხაჭი გამრავლების ტაბლოსს თუ გაიხსენე, ვაფშე მაგარი. ჩემი სულები გაიხსენე. მათემატიკა არაფერ კავშირში არ არის. არა, გამახსენე და დაუბრუნდიო ჭადრაკსა და გამრავლების ტაბლოსს თუ დაუბრუნდები. ჩემი სულები როგორი. ეგრე არ მახსოვს შეჭი მაგნუსკიო. და მინდა კიდე ერთხელ გავუსვა ხაზი ნონას რამხელა გავლენა აქვს აი ამ სპორტის ჭადრაკის როგორც სპორტის იმაში რა რაღაც ერთ-ერთი ჩაყლევებული ჩაითრია. მეც ჩამითრია მართლა. მენა შეურაცხადია. ისე მოვჭრი რომ ნიკა მაგარი 94-17 გვწერს. კალასთან მაქვს შეკითხვა. ძმაგიბრილად როგორ მოვხაშოთ? მე გეტყვი, ჯერ აი მაგ ინტონაციით მაგარ ყველაზე აქ ბებერი ხორცი არის, ჯერ აი ესა უნდა ხაშო, კაი ხალი, цаრიელი უნდა ხაშო. რა მოიღებ? შეჩემა. ეს ეთყვა რომ ვითომ ჯერ აი მაგ შექმნებს რა მოხაშო, შეჩემა. აი მაგ შექმნებს 4-5 საათი მაინც უნდა რომ ოდნავ ეს დარბიგდეს. ეს ვილბეტი მაგარია. ეს მოხაშულია? თითოეულების. ჩვენ რა თვითონ კალასთან იყო კითხვა, კალასთან. კალასთან იყო შეკითხვა. არა, ასლაპარაკო. რეცეპტი არ არის, არა. თოთლად 3-3. მახარას და კალას შეკითხვა როგორ გაიცანით ერთმანეთიო. მე ვყვები. YouTube-ზე რომ შემოვარდით მე და აჩი და გიჟივით დავიფყარეთ ყველაფერი, აჩი მითხრა ვიღაც ტიპიაო აი ეს რაღაც YouTube არხი აქვს თუ ძალიან წვალობენო ბიჭებიო და იცი დავეხმაროთ რა. რა თქმა უნდა მე მომეწონა ეს იდეა. და ვქარი რომ მოდი რამე საერთო გადაცემა თქვა დავიწყოთ მეთქე თან დაურეკოთ. არა, გაცნობა ეგ არის. მანამდე კოლაბორაცია იყო, ხო? რეალურად გაცნობა რომ ეგ იყო ზედაპირული კოლაბორაცია, როცა მივედი ამათთან სახში, ვთქვი რომ მომის გამსიღარიბეში როგორ ცხოვრობენ და წამოვედი. თუმცა ხომ წამოსვლის დროს მე ჩავწერე ვიდეო და ეს ვიდეო დაიდო. როგორი მორიდებული. როგორი მორიდებული ტიპი რომ გავიცანე რაღაც მე დავურეკე კალასო. ნონასთან რო იჯდა ეგრე ფული არა აქო? და აურეკე რომ გიორგი მეთქი ფული გჭირდება თქო ამან კიო. ბიჭო მართლა ინტერესებს ადამიანი პირველი კონტაქტი როგორ შედგა და ხო შეიძლება რომ ღლიცინის გარეშე. ეგრე არ მოხდა? რომ ფული გჭირდება მეთქი და ამან კიო ამდენი მინდა ხელფასო დავაი მეთქი. აჩიმ მე მომიყოლე აჩიმ დამირეკა. გამარჯობათ საერთო კაცის პროდიუსერი ვარ. მეთქი იმიყლეს პროდიუსერი საიდან ყავს თქო? პირველი ვიფიქრე. ну მეთქი აი რა ვიღაცა ტიპის ის რაღაცებს ლაპარაკობ და ამ ტიპს ყავს პროდიუსერი მეთქი ანუ ჩემი კარგი მოვყა რაც მიკეთებია მეთქი თელი ცხოვრების განმავლობაში რომ აი მაგ ტიპს ყავს პროდიუსერი და ესე ჭამის წერტები რომ გავაკეთოთ თან ნო და გადახედა თავის ძმას ოხში ვარ იდეა რომ მოგიყავი და ხსოვს შენ თქვი რომ წერტები რომ გავაკეთოთ აი ისიც მითხარი რომ ხო ის უნდა გამოჩნდესო ყველგან მახსოვს ხო ვილფერელზე მითხარი ვილფერელის მაგალითი მითხარი ვილფერელის მაგალითი მეთქი ვილფერელი იცის ტიპა ვაფშე იმან არ ვიცი იცის მისაც მიყავს თქო ეს გადაცემა არ მგონია რამე იცოდეს თქო მაგრამ პროდიუსერმა თვითონ მეთქი ბიჭო გავიკვირო რომ YouTube-ზე ესე იგი შეიძლება პროდიუსერიც ყავდეს ვინმეს იმიტომ რომ იქამდე ესეთი სიტყვა YouTube-ერები არ იცოდნენ და YouTube-ერებმა რა პროდიუსერი რა არის პროდიუსერი რა არის YouTube-ზე არ ვიცოდით შენ შემოიყვანე პროდიუსერი მახარ პირველი პროდიუსერი შეყავს არა ძალიან ბევრი ანუ დინარადეს პროდიუსერი არის აროსი ხო ანუ არა კაცო ოპერატორ პროდიუსერი ხო რაღაც პონჩი აჩი არის მენა ტელეფონი აჩი არის მენა პროდიუსერი და მე მოვიდნენ რა სახლში ჩვენთან რომ ჭამის წერტები და რომ მოვიდნენ ბიჭო ორივეზე მქონდა როგორი განცდა იცი რომ ბიჭო რა თითქოს ვიცნობდი ამ ხალხს რა რაღაც ეგეთი შტაბი მქონდა ბიჭო აი მე ვაფშე აჩიზე მქონდა მე თქვი ბიჭო საიდანღაც მეცნობა თქო და ამაზეც მქონდა რომ ბიჭო ეს ტიპის ის ვიდეო ნანახი არ მქონდა რაღაც ყველა მოდა ეს ტიპის საიდან გვეცნობა და რაღაც ძველი ვიდეო გააძრეს შენი არა რაღაც ნაცნობი ტიპაჟები იყავით თითქოს რა ან თითქოს გიცნობდით და მახარა იჯდა ესე ისეთი მორიდებული იყო ბიჭო ვიდეოს და ბლუფერებიც ხო დევს რაღაცა ეს რაღაცა ნერვიულობდა რა ისე იყურებითო მეგრე არ იყოს შეჩემ ნერვიულობდი შეჩემ შენ წყლე ხარ მე რა პრობლემა ვინ უნდა შევიდე შიქვა მაშინ ვიგებ გავუბეთქი ბიჭო შენთვის იყო ახალი სივრცე რაღაც სცენარული უნდა გეთამაშა და აა ბიჭო რო შემოვიდეს 40 კაცი რომ დამხვდეს ერთ პატარა სახში ეს ზოგადად ყველა ზოგადად ფულზე ისმება ეს შეკითხვა რა მაგრამ აი შეკითხვა რო არის რომ ვინ შეცვალა ქართულ YouTube-ში ყველაზე მეტად ფულმა ვინ შეცვალა ეხა პოპულარობაზე რო შევცვალოთ პოპულარობამ ვინ შეცვალა ყველაზე მეტად ქართულ YouTube-ში აი ეგეთ შეკითხვა რა დაგისვათ რა თითქმის ყველაზე მეტად ვინ შეიცვალა პოპულარობის მოპოვების YouTuber-ებში თითქმის ყველა. ოღონდ გულწრფელად ვიძახი რა. თითქმის ყველა
კაი, ბოლო შეკითხვა. აი გითხეთ ესე. ჭკადუკ წერს ჭკადუ მიყვარხარ. 3 ადამიანი, ვისაც დიდი სიამოვნებით შეხვდებოდით სიცოცხლის ბოლომდე, מחარას სამივეჯერ თავის თქმის უფლება არ აქვს. აი ნახე. აი შენ როგორ წარმოდგენა აქვთ ხალხს? იმიჯის ნაწილია. არ მე ვის შევხვდო, ჩემ თავს როგორ უნდა შევხვდე კაცო? სარკეში. ძალიან მინდა ჰანს ციმერს შევხვდე. ჰანს ციმერი. სამი celebrity იცის ხა უცხოელი და სამი სიტყვის. ჰანს ციმერს ძალიან მინდა კრისტოფერ ნოლანი. არა, ნოლანი არა. ნო. ჯიმ კერი ძალიან მინდა უბრალოდ ჩავეხუტო. მინდა რომ მართლა ვლადიმერ პუტინს პირისპირ შევხედო რა. ოღონდ არაფერი არ მიქნა. ოღონდ არაფერი რა? არ მიქნა. მაგრამ მიქნა. თუ ეგ კადრები გავრცელდება რომ პირდაპირ ხვდები და ასეც ვეთყვი, ეგ აი დიდი სიამოვნებით და ასე ეთყვი შეჭმის. ცოტა ხანი გავალე ხომ ბიჭებიც შემოვიდნენ რაღაცა 1-2 არა, სულ მოვჭით ახლა. დავაი. ცოტნესაც ამ სმაზე მოყვანილი იყოს შენი ავტორიტეტმა რაღაცა იქნება გაჭირა. ჩავანან სულებ მე და თქვენ იყავით ეგრე ჯობია რა. მიდი გააჯვიეთ. მოვიწვიოთ გუნდიშა. გუნდიშა არ არის ნამყოფი ამ გადაცემაში. ოპა, მოდი გუნდის. მადლობა. გორი. ბიჭო, ფეხები გამეყინა, ისე რომ მეც გამეყინა. ბოზიშვილები. მეც გამეყინა. მოდი რა გუნდიშეთი გაგვაცბე რა. ამი არაყი გითხარი. მოვწიოთ რა, გადაცემა. მოვწიოთ. სალამი. გუნდიშა არის გორის საკითხებში ასევე ძალიან კომპეტენტური ადამიანი. კი, ყველაფერი მართალი იყო, რასაც მახარებოდა. მოდი რა, მე ხმაზე ვიქნები და შენ და მოდი თქვენი გადაცემა. მოდი რა. ხმაზე დავჭირე. მიდი შეჩემა დაჭერკი. აიღო, მოსახაშო კი. გუნდიშას შენგან აინტერესებდა გუნდიშა. მოწევა უნდა და მაგიტო უნდა გასვლა ახლა. დაჯერ. საინტერესოა. ლუკანი. გუნდიშა არ არის ნამყოფი და ელაპარაკობს. არა, კრო, მოდი შენ შეჭ. ოქტოპუს ტყნავდა წეღა, ვინც ვერ დაინახეთ. საში გაგვიმალე ხა გაიგო. ნება? არა, ზვირი დაждდა ეგ. აი ზვირი დაждდა, ხო შენ აბოზარო შენ. აი ამ სახალხოდ ყველას გადმოგეცემათ თითო აი ესე აი ჩარეცხილები რო ხართ აი ესე ჩარეცხილები იყავით ყველა ამისთვის შემომიყვანეთ. მოდი დაჯექით ვინმე კიდე. აი საჩუქარზე შემოვედი. ცოტნე მოდი საჩუქარი შეგხვდება. კითხვებიც აღარ არის. კითხვები ამოვწურეთ. მეგობრებო, თქვენ რას ტელეფონია? მე რომ მიმიზდებ, შეჩემა გაწიე იქით. მე რატომ მიმიზდებ, ბიჭო? מחარ deep state გირეკო. უჩ. ეს ხლება, ეს უნდა დააძლევო. აი ეს უცერემონიოთ ესეთი რაღაცების გაკეთება. ამ გადაცემას რას დაამატებდით და რას მოაკლებდით? ერთ წამყვანს ამოვაკლებდი. გამოვაკლებდი ერთს. აუ ეხა ისქიდან აზრია. მოგესალმებით მეგობრებო, ხმა პირდაპირ ეთერში. ესეთი კითხვა, ხალხის მხრიდან არის ესეთი კითხვა. მოწევა უნდოდა. სამივე აი ხოზიხას ჩათბუნულები. ჯერ ბიჭო, აი მართლა თქვენ შორის ყველაზე ლამაზი ხარ გიორგი კალატოსი. მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ვილოტის შარვალი აი ეს ზედა თქვენ რაღაცა ის ჩაფუთნული ბომჟები ვით ხართ ორივე. აი გიორგი კალატოს ცივა მარაყლეზე კიდია. ურჩენია რომ ლამაზი აუ გამოხედვა, აი ჯიმ კერი ეს ვენტურაში იხედა. ერთ-ერთი გიორგის შესაძლებელი რაც აქვს, ეხა არ ვიცი დავიწყე გიორგის ეს ლაპარაკი, არის სახის ფორმა. რასაც ვერაფერს ვერ უშველის. დიდი მადლობა. მადლობა. ბიჭო, რამდენი შატანა გიწევს თო? აქეთ, იქით. ჩვენ მარტო მიშვით ხოლმე ბიჭო აქ. მე მიყვარს ხოლმე სამასთან რომ მივდივარ და გაზომვებულია და დეპრესია აქვს ხოლმე, ცოტა მიყვარს. სახე მაგ გახეული აქ ფუ პოდკასტ ჩაწერდა მოხვედი და შუა მოხარში თვიდი. აი ისინი თამაშობები. ბიჭო, ადამიანს აქ შრამი ძალიან დიდია. ნახე, აი ლუკა კალატოზის შრამი ეს არის. თქვენ პირადად რო იცოდეთ, ხალხმა თუ რა გაუკეთა ძმამ ძმას. ანუ ის ანდაზო ერთი თხილის გულის 9 ძმამ გაიყო, ეს არის არასწორი მეგობრებო. ფეხზეც აქ მართლა ორივეზე, ხო?
ფეხზე უფრო მაგარი. სულ ორი ძმანი ძალიან ესე არიან. გაყვებზე აქ დათუთქ. სულ ორი ძმანი არიან და თქვენი აზრით ესენი თავს გაიყოფენ. ერთმა ძმამ გადაწყვიტა მეორე მოხარშული ეჭამა. აი რანაირად ხო? ფიზიკურად ვერ ხონდა გაიყოფენ. მაშინ და იქით ხონდა. ვერაფერსაც ვერ გაიყოფენ. გაგიარა ეხლა ერთხელ. ხამად გქონდათ ე ბიჭო, შენ რატო ლაპარაკობ მან? მე შემიძლია რომ TikTok ედიტებისთვის ცოტნე ვარ. სევდიან რაღაცები მოვყვება ხარ და მე დაგინძრევა ხო? შეჩემა. წელს ქონდა ერთი ეგეთი პროექტი, რომელიც არ გახორციელდა. გვინდოდა რომ ჩვენ გადაგვიღო מחარას ვიდეო ჩვენი ორგანიზებით. და מחარას გადაიღო ჩვენი ვიდეო. და გადავდოთ მომავალი წლისთვის ეგ. უბრალოდ მე რო წერდით სცენარს, ისეთი კაი გამოდიოდა რომ დაგვენანა מחარას არხისთვის და დავიკიდეთ. აუ, მახარ მე ჩამირთე რა მიდი რა. ჩაუვდე კაცსა. ბიჭო, თუ გახვედი, გააჯვი და მოფსიდა ეხა თუ არა და შენ და გარიყო კალო. მოგილოცავ ახალ წელს. მოგილოცავ ახალ წელს. გილოცავ ყველას ახალ წელს. დამოგიტან საჩუქრებს. ეს 39000 ლარი ჯდება სხვათა შორის ჩემი გამოსვლა გორში წელს. ბიჭო, რამე მელოდია არ ვიცი, შეჩება. ერთად დააწყი 500-ზე და დააწყი. მიდი კა, დაწვე, მიდი პატარეზო, მიდი. მოდი ცოტნე. საგიჟეთი. ქსოვრელები მოვიდა. რამე აი რაღაცა. კალა, შესვენებაზე რო გავდივართ, ეგ უთხრათ ხალხს. სამი კვირა ხო დავისვენეთ ისედაც. ხო და კიდე უწევს. სამი კვირა გავდივართ შესვენებაზე. აი, დაგინახეს და გამოყლევდნენ ესეინს უკვე. პოდკასტი გადის შესვენებაზე ამ საახალწლო ეპიზოდის შემდეგ. რამდენიმე კვირიან შესვენებაზე. რამდენიმე კვირა დავისვენებთ და იმედია საინტერესო საქართველოში დაუბრუნდებით. ახალი სტუმრებით, ახალი იდეებით და დიდი იმედი გვაქვს რომ ლაივ ჩაწერაც იქნება. მე საერთოდ ძალიან მომწონს აუდიტორიას ესწრება ხოლმე. არა, ეგ უნდა და გათბობა დაგჭირდება თავიდან რაღაც ეტაპზე უჭველი იმაში აუდიტორიაში. ევროპის არხი ადის 100.000 გამომწერზე. ვერაფერს ვერ შევპირდებით, იმიტომ რომ 80-ზე რაც ვიყავით შეპირებული ჯერ ეგ გვაქვს ჩასაბარებელი, მაგრამ ძალიან გაგვიხარდება თუ ბარემ 100-ით შევხვდებით ამ ლაივ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან გაგვიხარდება, მეგობრებო, თუ 100-ით შევხვდებით ამ. არა და მართლა დაორგანიზებული ქონდა ყველაფერი ადგილიც, რაღაც დეტალები, პროსტა ხო ნუ ვერ გავაკეთეთ რაღაც ამის გამო. ცეცხლოვანი შოკი. აუ, რებშები, შენ შიქ ხო არა გაქვს, შეჩემა. მაგით უნდა გაგვაცფო? აი, ბიჭო, მე ვიზავ, ესე ნიჩე. ასიზავ, მიდი, შეჩემა. არ შენ არ გცალია მაგრამ მაგის. ფუ რა სიმაშვები. დეგენერატი. აუ, რა შვები, შეჩემა. რა საკეთებ, ბიჭო? გამორიცხული წეთან. აქედან გამოვარდება. წყალი დაადლის. არა, აქედან გამოვარდება. არ გოთ იმას ქვენი გაობს. დაიცადე. ყლა ხო არა ხარ, შეჩემა შენ. Posso. Ora maune xarshi. აი, ზაგრავი არა, აქედან Აშტები, შეჩემაში. Posso. ბიჭო, ყლეობა გააკეთე. მაშინ კარგად ჩაუდეს რა. მოდი, კარგად. მახარ ამპულები გააძრე. ამდე კოლონია.
ამას არის დაწყო. მიკროფონი ეცამე. სახანძრო მოდი, სახანძრო. აი კიდე. ეს ჩემგან გიორგი. გია ფარადაშვილი აი. კაი ბიჭო. ჩაიჯუდა გამიკრა რა. აღარ მიცე. მომიკიდეთ. აღარ მიცე გადააგე. მოვალე ხო. სალამ. იმას რა თავს? კაი გეყოფა ეჩე. აუ აი დაუბრახუნე. აუ გააჩვი რა. კაი დავამთავროთ მოდი. ოხოსი. უკიდია შეჩემა. აი ხა დაგეჯმევა შეჩემა ინსტრუმენტს რო ეგუქენი. რაზე? ოკეი, შეჩემა. მოიჭიმა რო გახსება. კაი. კაი გვეხო მართლა. ნახე მომიშვირა ეხა. გამოდი შენ კიდე დაუჯექიო. ამოიწე ლახაგა. ველვეტი. ალებადია ველვეტი. წავედი, მიყვარხარ ვეცადეთ რომ გაგვეხალისებინეთ. მეგობრებო, მრავალ ახალ წელს დაგასწროთ. ბედნიერი ახალი წელი. და შემდეგ წელს იმედია შევხვდებით და განვაგრძობთ ამ გადაცემასაც, რომ מחარ როგორც დაგკვირდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში, სანამ ჯანი გვექნება, ვეცდებით რომ გაგამხიარულოთ. და მეგობრებო, გადაცემას ვასრულებთ ოქტოპუსისა და საეჭო არხების საერთო სიმღერით. ალილოს მომღერლები ჩალაგდებიან ახლა და საშობაოდ შეგისრულებენ სიმღერას. და ამით დავამთავროთ, מחარ. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაოდა ოი ოი აიო კიდეთხა ოი ოი აიო ეს რომ წემსებ მაგაიგეს მივიდნენ და თაყვანისეს მას იგივე ოი ოი ალილო ოი ოი ალილო გამოიწერეთ ეს არხი რომ ავიდეთ 100,000-ზე ოი ოი 100,000-ზე ოი 100,000-ზე მადლობა მეგობრებო დაგეშლებით ნახვამდის მიყვარხართ ის რა დაუბრახუნე შეჩემა ეს ვაფშე რომ მოუკიდოთ და გავხეთქოთ